მოგესალმებით, მოკლედ ვაგრძელებ ჩვენს ტრადიციულ, ასე ვთქვათ, პოდკასტებს და ასევე ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე. ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ბიძინა გიორგობიანი. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, ბატონო ბიძინა. მოდი პირველ ესე დავიწყოთ, რადგან შეგვიძლია რაღაც გარკვეული თვალსაზრისით გავყოთ ჩვენი საუბარი, რამდენიმე ესეც საინტერესო თემად. თუმცა ვიაროთ მაინც იმის გარშემო, რაც რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბეთ ნეიტრალური საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობა, ხო? კი ბატონო. რამდენად შეიძლება, მოდი პირდაპირ კითხავთ, რამდენად შეიძლება ეს მოძრაობა პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდოს და პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ თვითონ თემა ნეიტრალიტეტისა აბსოლუტურად პოლიტიკურია. კი ბატონო. თუმცა ბარემ ესე ვთქვა, რატო გააქტუალა, ამიტომ დავიწყოთ, რატო ვლაპარაკოთ ამას, რატო გააქტუალა. იცი რომ მაგის პიკში მინდოდა მაგის შემოტანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ხო რას ვამბობთ ხოლმე და გვითქვია, რომ ჩვენ რა აკლია ჩვენ საზოგადოებას, ზოგადად შეიძლება სხვადასხვა მსჯელობა აკლია. ჩვენ ესე ვთქვათ, აი როგორ ჭადრაკში ყველანაირი სულა უნდა განეხილოთ, ჩვენ რაღაცნაირად არის, რომ მოდი ამას არ განვიხილავ, ამას არ განვიხილავ, ამას არ განვიხილავ, შავზე არ დავდებ, იმას არ ვიზამ, ფიგურას არ შევხვდა. ეგ თავარი თემაა. ამიტომ არის ჩვენ ესეთ, მაგრამ სოფლიოში ხარ ველაპარაკოთ, ეხლა ისეთი სიტუაცია, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენზე დამოკიდებული არ არის დამოკიდებული, ეს ბევრი რამე ისე არ არის, მაგრამ რთული თემაა, მაგრამ ისე იცვლება სოფლიო, რომ ხვალ როგორ დაალაგდება და ჩვენ მაინც ჯიუტად ვართ, ესე იგი აი როიტყვიან პიონერები ვით ვამბობთ ამას, აი ამიტომ დადგა აქტუალურია. ესე იგი მოდი დავიწყოთ ხვალ ნეიტრალიტეტს გამოაცხადეს ბიძინა და ხო, არა რატომაც არა. საერთო ჯამში როგორც გვაჩვენებს ჩვენ განვითარება მოვლენების, ნეიტრალიტეტის საკითხი ძალიან აქტუალური ხდება ხოლმე მაშინ, როცა დიდი სისხლისღვრებია და დიდი ომები როცა. ეხლა რადგან სოფლიო ახალი წესრიგი ყალიბდება და ახალი გადანაწილება მიმდინარეობს, ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა ევროპაშიც და სხვა ინტელექტუალებიც ამ საკითხზე მუშაობენ, რაც შეეხება თვითონ ჩვენს ინიციატივას, რომელიც ივლისში ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, საზოგადოებრივი მოძრაობა და მაშინვე იქნა განცხადებული, რომ შესაძლებელია და ალბათობა დიდია იმისი, რომ დაუშვათ ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ განვითარდეს როგორც პოლიტიკური პარტია. ეს თავიდანვე იყო გაცხადებული და ეს რამე საიდუმლო და ის არ არის რომ დაიწყებენ ხოლმე არა ჩვენ პარტია არ გავხდები და ასე შემდეგ როგორ გვეკადრება ეგ იმიტომ რომ არაფერი მან დასამალი არ არის პოლიტიკური საკითხის აქტუალიზება შეუძლებელია პოლიტიკური მოძრაობის ვინაიდან ჩვენთან პრობლემა იმაზე რომ არ მიდის მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით როგორც აი ვასიკომ თქვა ეხლა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა საკითხებზე არის რაღაც ტაბუიზებული არა მხოლოდ დაუშვათ ნეიტრალიტეტი, არამედ ის თუ ვისთან შეიძლება საერთოდ დალაპარაკება და ვისთან არა. რეგლამენტირებულია ეს არის რაღაც ჩამოყალიბებული კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო 78 მუხლს შეგახსენებთ თქვენ რაღაც აბსურდული ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გვაქვს ჩვენ უკრაინას და ეხლა რაღაც საოცარი რეფერენდუმის სახით თავზე მოახვიეს მოლდოვასაც ეს. ესეთი ჩანაწერი, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და ევროკავშირისკენ უნდა ვიყოთ კონსტიტუციური ორგანოები და სახელმწიფო ორგანოები უნდა მუშაობდნენ იმაზე, რომ ჩვენ იქ შევიდეთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ცოტა სხვანაირ სიტუაციას. ეხლა რეალობაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, აჩემება პოლიტიკაში დამღუპველია რაღაც საკითხების, ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იგივეა ეხლა, რომ დაუშვათ დავარდნილ ცხენს რომ ათრახი ურტყა, რომ წამოაყენო ფეხზე, შეჯდე და გაჭენდია რა, ისე ვითომ რაღაც რაშზე ხარ. ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ვხედავთ ჩვენ რომ შიგნიდან არის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ერთმანეთთანაც კი კონფლიქტები აქვთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს. ეს არა ძველი დაუშვათ თურქეთის და საბერძნეთის მხოლოდ ერთი კონფლიქტი, რომელზეც მიდიოდა ხოლმე ტრადიციულად მსჯელობა, არამედ იქ არის უკვე გრენლანდიის საკითხი წამოიჭრა, იქ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოები ერთმანეთს უკვე უყურებენ, რომ აი იმას ეს ჩემი ტერიტორია კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა, დიდი შვიდეულის ორი წევრი ერთმანეთთან ლაპარაკობენ გახსოვთ თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ ეი გოგონიო ესე ელაპარაკებოდნენ პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდო
და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევხედოთ რეალურად ამ პროცესებს, რა პროცესებიც მიდის, ამაზე თვალის დახუჭვა და თქმა იმისა, რომ ეს ანტიკონსტიტუციურია და არ შეიძლება მსჯელობა ანტიკონსტიტუციური არ არის, ჩვენ სიტყვის თავისუფლება გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული და უნდა დავიცვათ, ეს არის მონოპოვარი. ჩვენი და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენ გვაწყობს საერთოდ ჩვენი სტრატეგიული მიზანი სწორად გვაქვს ჩვენ განზრახული ის განსაზღვრული მე მაგალითად რჩება საბეჭდილება განსაკუთრებით ბოლო წლებში მიმდინარე ფაქტობრივი მოვლენებისგან რომ ჩვენი სტრატეგია ანუ სტრატეგიული მიზანი რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები და უნდა შევიდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ეს ძალიან დიდი გამოცდის ქვეშაა და ცოტა ვფიქრობ რომ უკვე არარეალურ სახეს იძენს ისე ვითარდება მოვლენები ევროკავშირის გარშემო და ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გარშემო. თქვათ ისიც რომ ევროკავშირი არ წარმოადგენს რაიმე სამხედრო თავდაცვით ორგანიზაციას. ხომ იყო რაღაც ინიციატივები რომ შეექმნათ ევროპის შეიარაღებული ძალები, მაგრამ არ გამოვიდეს. ეს არის ეკონომიკური გაერთიანება. ამ ეკონომიკურ გაერთიანებაში ჩვენ გვაქვს ვაჭრობის თავისუფალი. თუმცა ნატო, როგორ არ მეორეს, თუმცა მაინც ნატო იგულისხმება, რომ ევროკავშირის დამცავი არა, თლათ ესე არა, მაგრამ ეს იგულისხმება. არა, თუ ამას ესე იგი იგულისხმება, თუ ახლა თუ გამოვაცლით ნატო თუ იტყვის, რომ ევროკავშირის დაცვა არ არჩევ მიზანიო, ასის კარგავს. იგულისხმება რაღაცნაირად, რომ კი ბატონო, საერთო ჯამში როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ და ეტყობა სწორედ აქეთკენ მიდის საქმე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს ფუნქცია ცოტა ისე დარჩა რა, რაღაც მთლად ზუსტად განსაზღვრული აღარა. რა კი ევროკავშირი მხოლოდ გავაგრძელებ იმას, რომ არის ესე იგი ეკონომიკური კავშირი, ამ ეკონომიკურ კავშირთან ჩვენი ინტეგრირება არის თავისუფალი ვაჭრობის დონეზე უკვე ფაქტი, შემდგარი ფაქტია, თუმცა თვითონ ევროკავშირი ჩვენთან ურთიერთობას იყენებს ერთგვარად რაღაც ისე აი ძალიან სულ დაჟჯის მეთოდით. ანუ ჩვენ რაღაცა მოგცა თითქოს ევროკავშირმა ისეთი, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნოდა და ეხლა გვსჯის იმით, რომ ნელ-ნელა ცდილობს, რომ ესენი უკან წაგვართვას და აი გვეუბნება, რომ თქვენ კარგად არ იქცევით და აი რაღაც თავისუფალი ვაჭრობაც კი შეგვიძლია, რომ შევაჩეროთო თქვა გაფართოების კომისარმა. ევროკავშირის გაფართოების კომისარის კომპეტენცია ეს არ არის დაუშვათ იქ ვაჭრობას თავისუფალ ვაჭრობას შეაჩერებს თუ არ შეაჩერებს, მაგრამ ესენი ესე მუშაობენ. ანუ რატო იქცევა ევროპა ესე ისტორიულად ჩვენთან მიმართებაში აბსოლუტურად ისტორიული დამოკიდებულებაა, ხო? რომ აი უვიზო შეგიჩერებ თავისუფალ ვაჭრობაში, რატომ? ხო, რატომ დაუშვათ რა ხდება აქ ისეთი, რომ მათ რა ხდება, მე გეტყვით რა ხდება. საქართველოს ის ნაბიჯები გადადგა, რომ ევროპის ქვეყნებს და თვითონ ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახა და თვითონ შეხედეს საკუთარ თავს ისე როგორებიც არიან მათ და ეხლა არიან გაღიზიანებული საქართველოსზე აბსოლუტურად არარაციონალურ ნაბიჯებს დგამენ. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ სწორად და ზუსტად უნდა გავაანალიზოთ ის, რომ ეკონომიკურად, რა კი ეკონომიკური კავშირია ევროკავშირი, რას გვაძლევს ჩვენ 59 მილიონი დოლარის თუ ევროს, მე მგონი დოლარებში იყო ეს დათვლილი, რომ ნახე სავაჭრო ის ქონდა, რა ქვია, გაცვლა ევროკავშირთან. ცოტათი მატებაა წინა წელთან შედარებით, მაგრამ 59 მილიონის საქონელი შევიტანეთ ჩვენ ევროკავშირში. იქიდან რამდენი, ანუ სალდო გვაქვს ჩვენ აბსოლუტურად უარყოფითი ევროკავშირთან. ანუ ჩვენ ვართ ევროკავშირის გასაღების ბაზარი და მეტი არაფერი. ჩვენ ამ თავისუფალი ვაჭრობით ის რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოვლენ აქ მეწარმეები, აქ საწარმოებს შექმნიან რაღაც წარმოება განვითარდება და აქედან აქ დამზადებული საქონელი შევა ევროპაში, ეს მიზანი არის მიუღწეველი, არ ხდება ეს, არა? ეს რაც შეეხება ევროკავშირს, ამიტომ აქ დაფიქრებაა საჭირო, რომ სავაჭრო ურთიერთობები იგივე ჩინეთთან, იგივე რუსეთთან, იგივე შუა აზიის ქვეყნებთან, ჩვენ მეზობლებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან შევადაროთ სალდო იქ როგორი გვაქვს, სად გვაქვს უფრო მეტი ის რა ქვია
პერსპექტივა და ამის მიხედვით უნდა განსაზღვროთ ჩვენი სტრატეგიული მიზნები და არა ისე რომ დაუშვათ მოგება კარგი როა და წაგება რო ცუდია ეს ვიცით ყველა მაგრამ რეალობაა და ამ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი იცი რას მინდა იცი დაუბრუნდე მე ნეიტრალობის თემას მინდა დაუბრუნდე ეს მაინც ეკონომიკური ამბავია რა შეძან ევროკავშირი მაგრამ დაუბრუნდეთ ნეიტრალობის თემას ეს მაინც სამხედრო თვალსაზრისით ანგარიშება ხო კი ბატონო აი ჯერჯერობით ისეთი მოცემულობა ჩანს რა სიფრთხილით უნდა საუბარი რომ უკრაინასთან მიმართებაში იმედიც ვიქონიოთ რომ დასრულდება ეს ომი და თითქოს რაღაცა ამისი წინაპირობები ჩანს ნუ იმ განცხადებებიდან გამომდინარე აქაც სიფრთხილე უნდა ძალიან ოპტიმისტურად ხარ არა მე არა ვარ მე რასაც ნუ ყოველ შემთხვევაში წინა წლებისგან განსხვავებით სოფლიოში უფრო ის მშვიდობაზე მიდის საუბარი ეხლა ამაკაც მე ფრთხილად ვარ და აქ ჩვენ არა იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ვიღაცა თუ შეიძლება ვანგა და წინასწარმეტყველი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ვერ იქნება ის ინფორმაცია უბრალოდ ჩვენი ზომიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არ არის პიროვნული ნიჭიერების საკითხი, რომ ვინმე მიხვდეს, ჩვენ არა გვაქვს ის ინფორმაცია რეალურად როგორ უნდა მოხდეს. ახლა აშკარად ხო ჩანს, რომ ამერიკისა და რუსეთს შორის ბევრად უფრო ადრე იყო დაწყებული მოლაპარაკება, ვიდრე ამან ზედაპირზე გამოჟონა. ეხლა ამაზე არ ვსაუბრობ. იქ პრაქტიკულად რაც ნამდვილად შეიძლება აი იაკობ ხუცესის არ იყოს დამტკიცებულად ითქვას რომ ნატოზე უკრაინის საკითხი ასე იქნება თუ ისე ეს გამორიცხული საკითხია თუ ესე წავიდა თუ რაღაც სხვა მოხდა კი ბატონო მაგრამ ჩვენთან სწავლებები მიმდინარეობს ეს არ სწავლებას კაცი არ მოკლა გაგეგმილი იყო 2021 კაცი არ მოკლა სწავლებასთან მოკლედ უკრაინის ნეიტრალიტეტი მე ესე იგივე არ ვამბობ ჩვენ საკითხს. თითქოს თუ ეს დასრულდა, ამაზე ყველა თანხმდება, რომ თუ დასრულდა ახლა ეს ომი, ნეიტრალი ახლა ამერიკა ამას ამბობს და ნუ რუსეთი ამბობს და ევროპაც და ნატოც, მაგრამ ეს არის დიდი შეთანხმების ნაწილი. ფაქტებურად ეს უკრაინისთვის იქნება თავსმოხვეული ნეიტრალიტეტი. მაგრამ მე რა მინდა ახლა სწორედ აქედან მინდა გითხრა. აი თქვენ ნეიტრალურს ვამბობთ. კიდევ თუ იცი რომელიმე მაგალითი, როდესაც ქვეყანამ თვითონ გამოაცხადა, აი მე მინდა რომ ნეიტრალიტეტი ვიყო და ეს არ იყო საერთო შეთანხმების საკითხი. მათ შორის ახლა ჩვენ ამ დონეზე ვიცით რომ ნუ გამოვრიცხოთ აქედან შვეიცარია, რომელიც მაინც დიდი შეთანხმების საკითხი. ბელგიას ჰქონდა ეგ სანამ ჰიტლერი დაიბადა. კი ბატონო, მაგრამ თურქმენეთი არა. თურქმენეთი თვითგამოცხადებული. ერთი წუთი ნახეთ. როდი ახლა თვითგამოცხადებული ბელგიაც იყო და ავსტრიაც არის ხო თქო. არა, ავსტრია 45 წელს მოსკოვის შეთანხმებით. ხო და მაგას ვარ, რამე თუ იცი რომ ქვეყანამ მოგვიყვი ის თქვა მინდა იცი რომ ჩვენ ახლა ვივიჟელოთ მე და შენ შევთანხმდეთ პირობითად გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი ეს შეგვჩება. მე მგონი ეს მე არ მაგონდება რომ სადმე იყოს საერთო შეთანხმების. ახლა შეგვიძლია მაგალითად როცა ჩვენ ახლა ამას არ ვაკადებთ ერთმანეთს ახლა არიან ხოლმე რომ აი შვეიცარიას ესეთი არმია ყავს ისა ყავს და სიამოვნებაში იცი რომ ეს იყო შეთანხმების საგანი სოფლიო ბანკი იყო და ნუ არავის არ აწყობდა ის არმია ისე ანუ სიამოვნებაში არც ავსტრია და არც ბელგია და არც ისა ერთ შვეიცარი ერთმანეთისგან პრინციპულად არ გასხვავდება ბელგიის ნეიტრალიტეტი იქ დამთავრდა როგორც კი აღარ მოაწყოთ ხო და თუ ერთ კვირა არ დაჭირდა მაგ საკითხს. აი ეს მითხარით, აბა ჩვენ ხო და აი აქედან გავდივართ ეს მითხარით, ჩვენ კიდე ვიწყებთ ამ ნეიტრალურ მოძრაობასთან რაღაცა. ჩვენზე სიამოვნებაში არაფერი არ არის. ჩვენ შეიძლება ერთ დღეს მესებე ჩვენება გავიღვიძოთ და გვითხრან რომ უკრაინა კი არა, თქვენს ნეიტრალიტეტი ხართ მეგობრებო. ისიც რაშია საქმე, ხო, საქმე იმაში რომ ნეიტრალიტეტი არსებობს რამდენიმე სახის, ხო? ნეიტრალიტეტი არის შეიარაღებული ნეიტრალიტეტი, არის აბსოლუტურად ესე იგი განიარაღებული ქვეყნები, იძულებით ნეიტრალური, არის ქვეყნები, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ მოყვებიან ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომ დიდი ქვეყნები მის გარშემო თანხმდებიან ნეიტრალიტეტზე. არის შეიძლება ესე გითხრათ რომ ხომ გეტყვი რომ შეიძლება ქვია რომ ნეიტრალიტეტი ქვია, მაგრამ მაინც ვიღაცის ფრთის ქვეშ ხარ ნეიტრალიტეტი. მაგალითად შვეიცარია, აი კარგად ხარ, ჩახედულობით ხარ. დღეს კლასიკური გაგებით ნეიტრალურია? ავსტრია უფრო ნეიტრალური ვიდრე შვეიცარია. შვეიცარია ხო ამ თუ ინფორმით კონფლიქტში მიიღო? რა თავისთავად იარაღი მიაწოდა. იქ დიდი დავა იყო შვეიცარიაში, რომ იმ შემთხვევაში როგორც კი შვეიცარიამ მიაწოდა იარაღი უკრაინას დაარღვია თუ არა. ხო, დაარღვია და ავსტრია ძალიან უფრთხილდება ამას. იმიტომ რომ ზოგჯერ ხარ ნეიტრალური კი ხარ, მაგრამ ჩემი საჩებოდ ნეიტრალური ხარ ახლა ეგეთი. კი ბატონო, როგორც იყო ფინეთი. აი ახლა ეს მაინტერესებს
ინტერესებს როგორ ხედავთ? ხო და აიქედა როგორ ხედავთ თქვენ საქართველოს ნეიტრალიტეტს? გვერდზე ამხელა ვეშაპები. მე პატარა ვეშაპების შეთანხმების შემდეგ ხედავთ ჩვენ ნეიტრალიტეტს. ხო, მაშინ გარაზე ეს არ არის ის რომ დაუშვათ ჩვენ ვიქნებით ან ნეიტრალური მოძრაობა ნეიტრალიტეტის შესახებ ჩვენთან დაემსგავსა ლიბერალური პროპაგანდის მიერ დაამსგავსეს ეს პრორუსულ მოძრაობას, რაც სწორი არ არის და ეს არ უნდა იყოს. მაგრამ ვინაიდან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ტერიტორია, სადაც რამოდენიმე იმპერიის გადაკვეთის და ინტერესების ძალიან აშკარად გამოკვეთილი არეალია და სწორედ ეს ინტერესები განსაზღვრავს აქ აი ამ არეულობას საზოგადოებრივს, ვინაიდან გარედან ფინანსდება, როგორც ნახეთ და ვხედავთ და ეს არ არის მოყოლილი და რაღაც შეთქმულების თეორია უკვე, რომ ეს დიდი ძალები ამ არეალში დიდი ინტერესების გამო აფინანსებენ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, არა? ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა დიდი მოთამაშის ინტერესები ჩვენი ინტერესებთან შეფარდებაში. აი ეს არის ჩვენი მთავარი ოქროშუალები. ჩვენ ძიმე კითხვა, მაგრამ არა, ეს მინდა რომ ამას ვიპასუხო. ეს ვიცი რაღაცაც ვიდიხარ, მაგრამ განზრახ მინდა ძიმე კითხვა დავსვა. აი ნახე და ამას წაიკითხავ ახლა დღევანდელ პოდკასტში ვინც დახავს და გოგო შეგიძლია კომენტარებში ნახო რა ესე ვთქვათ ყალებში რა დღესაც დაგაყრიან და ჩვენც მიგვაყოლებენ ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგე. ჩვენ არ გვეშინია. არა, მაგითო კი არ გეშინია, მაგრამ სინამდვილეში მე ესეთი სურათი ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ასე ვთქვათ ამბავი იქნება ათეხილი. საბოლოო ჯამში ან ნეიტრალიტეტის მომხრეებზე რამდენად არის დამოკიდებული, ან ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგეებზე თუ საქართველოს ნეიტრალიტეტმა მოუწია. უკრაინის მაგალითიდან გამოდივარ. არა, ჩვენზე დამოკიდებული ჩვენთვის უნდა იყოს ეს მისაღები, თორე არ ჩვენზე დამოკიდებული ეს ვერ იქნება. ჩვენზე თუ არ იქნება ეს დამოკიდებული, ჩვენ ჩავარდებით უკრაინის მდგომარეობაში, რომ გაიძულებენ, რომ ეს გააკეთო. ვინაიდან საქართველოზე თუ აქვს შუა აზიის, ცენტრალური აზიის და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობას იმის სურვილი, რომ საქართველოზე გადიოდეს კომუნიკაციები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომ დაუკავშირდნენ ისინი ევროპას, თურქეთს და ქონდეთ ურთიერთობა რუსეთთანაც სამხრეთის მიმართულებით, არა? ისინი გვაიძულებენ ჩვენ რუსეთიც, თურქეთიც და ჩინეთიც იმას, რომ ჩვენ ეს მათი ინტერესები გავითვალისწინოთ. თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი კვირის წინ ილჰამ ალიევმა დადო ასევე სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და ჩვენ ეს ჩინეთთან სტრატეგიული ახალ დონეზე აიყვანეს. არა, სტრატეგიული ურთიერთობა ეხლა გააფორმეს და უვიზო ხელშეკრულებას ეხლა აფორმებენ ჩვენ 2023 წელს გვაქვს გაკეთებული ჩინეთთან, ხო? ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიც უნდა იქნას აქ გათვალისწინებული. აუცილებლად ეს ინტერესები არ არის აქ რაღაცა არ უნდა გამოიხატოს სამხედრო ბაზების განთავსებით და დაუშვათ იმით რომ აი მხოლოდ არააშენო ანაკლიის სპორტი, მაგრამ მეც არ აგიშენებ ამას. მე არ აგიშენებ, მაგრამ შენც არააშენო. აი ესეთი დამოკიდებულება ჩვენთან არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს ევროკავშირისგანაც, იმიტომ რომ ევროკავშირი ფაქტიურად უკვე არ არის ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი ჩვენს სიახლოვეში და ორიენტირი, არამედ არის ერთ-ერთი უკვე, იმიტომ რომ ჩამოყალიბდა დიდი პოლიტიკური ცენტრები, ეს არის პირველ რიგში ვაშინგტონი, თითქმის მისი თანასწორი პეკინი და მათი უმცროსი პარტნიორი უკვე ორივესი მოსკოვი. ამიტომ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ აი რახან ეს კონსტიტუციაში ჩავწერეთ და მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ ეს კონსტიტუციაში ჩაეწერა ზუსტად იმ საელჩოების და იმ რაღაცა ორგანიზაციების გავლენით, რომელიც საქართველოში ამ წლების განმავლობაში მართავდნენ რეალურად და ფაქტიურად პოლიტიკურ პროცესებს, მთავრობებს აკომპლექტებდნენ, ამტკიცებდნენ საპარლამენტო სიებს, ვინ უნდა ყოფილიყო იმ სიებში, ვირისი კომიტეტი. ლომჯარია მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან დაანიშნეს იმის რა ქვია სახალხო კონტროლის ის რაღაცა როა დამცველად არა დამცველად ეს მაგრამ მანამდე აი რაღაც უცნაურ თანამდებობაზე დანიშნეს ეს ადამიანი იმის რა ქვია აუდიტის სახელმწიფო აუდიტის უფროსის პირველ მოადგილედ. ეხლა დიდი აუდიტორი ხო არ არის ეგა რა. ანუ ეს საელჩოები ფაქტიურად შიგნით მართავდნენ ამ სიტუაციას აი ამ დონეზეც კი, მაგრამ აი ნეიტრალიტეტს დაუბრუნეთ მე მაინც. რა თქმა უნდა დაუბრუნდები ნეიტრალიტეტს. ანუ ჩვენ
უნდა გავითვალისწინოთ ყველა დიდი მოთამაშის ინტერესები საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ძალიან კარგი პროცესი მიდის აი ამ ნეიტრალიტეტის კონტექსტში რო შევხედოთ ჩვენ სომხეთის ჩართულობით საქართველოს აზერბაიჯანის და სომხეთის ესე იგი საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში და ამ საკითხებზე ლაპარაკი და თვითონ სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაც რომ ჩვენ მზად ვართ ამ სამხრივ შეხვედრებში უფრო გავააქტიუროთ მონაწილეობა ჩვენი არა ეს ჩვენ გვაძლევს იმედს არა რაიმის გარანტიას რა თქმა უნდა იმედს რომ ეს უკვე რაღაც რეგიონალური პროცესი მიდის პოლიტიკური რომლის შედეგით შეიძლება იყოს ამ არეალის ეკონომიკური თანამშრომლობის არეალად გადაქცევა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ფონზე. აი ეს არის დაახლოებითი წარმოდგენა. ნახეთ როგორ რაღაცა რასაც როგორც ხვდები ახლა სწორასიკო კითხულობს არის ესეთი მომენტი. თავად უკრაინას ნეიტრალიტეტი არ სურდა, ყოველ შემთხვევაში არ განცხადებული ასე იყო. განცხადებული ასე იყო მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაუპირისპირდნენ საკუთარ დამოუკიდებლობის აქტს. თუ დამოუკიდებლობის აქტი ეწერათ. დამოუკიდებლობის აქტი ეწერა ნეიტრალიტეტი და ეს შეცვალეს, ხო? ეს შეცვალეს, გადახედეს ამას ყველაფერს და გამოაცხადეს, რომ უნდა გამხდარიყვნენ სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წევრები. მაგრამ ეხლა დღეს მოცემულობა მიდის იქითკენ, რომ ამოიღებენ ამას და ჩადებენ იმას. ხო, ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდება უკვე მაგ ცვლილებას, რაც არ იქნება მარტივი იმ უკრაინაში, რომელსაც დღეს ჩვენ უყურებთ. აი დაპირისპირება, ძალაუფლებისთვის დაპირისპირება პირველ რიგში, ხო? იმიტომ რომ მე რო ხა იქ ჩანაწერი არა, რეალობა, ჩვენ ხა გავაკეთეთ რამე. ჩანაწერი, ეს იქნება, აი როგორი კაცი მით უარეს იქნება კონსტიტუციისთვის საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ კონსტიტუციის ფარატინიზაცია დაიწყება რეალურად თორე რეალობა რომელი კონსტიტუციას გაუჩერებია ხა რეალობა თუ უკან რეალობა არ უდრეს მაგრამ რისი კითხვა მინდა ნახეთ მეც ახლა ეს ფიდა რომ გავაგზავნე რისი კითხვა მინდა რომ ესე იგი ჩვენი რეგიონის ქვეყნები ჩვენს ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სწორად დავინახოთ დრო მომენტი და პროაქტიულები გავხდეთ იმ პროცესის მიმართ რაც შეიძლება ბუნებრივად თავისით მოხდეს ხო იმიტომ რომ თავისით რომ მოხდება ეს იქნება შედეგი რაღაცის და აქ შენი ინტერესების გატარების შესაძლებლობა იქნება ნაკლები შენ თუ პროაქტიული იქნები კიდე შეიძლება რაღაცა შენი ინტერესები გამო მაგრამ ჩვენი რეგიონის ქვეყნები კიდე თითქოს შეიძლება ამ ყველაფერზე დათანხმდნენ ხო თურქეთი, რუსეთი, ირანი, ჩინეთი მათ შეიძლება შეცვლილ გარემოში შეიძლება ამერიკაც კი დათანხმდეს ამას ყველაფერს მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ცენტრალურ აზიაში პირველი სამიტი ცენტრალურ აზიურ სახელმწიფოებთან ერთად სადაც მან შუა დერეფნის ასე ვთქვათ კორიდორი გაიყვანა სომხეთზე და არა საქართველოზე რაც მაგაზე პასუხი ხომ იყო ხო ანუ ევროკავშირის დღევანდელი ელიტა არ ეთანხმება ნეიტრალიტეტს არც უკრაინისას არც საქართველოსას არც ცენტრალური აზიისას არავის ანუ ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ ანუ სხვები უფრო მნიშვნელოვანები არიან ვინც ჩამოთვალეთ ხო ჩინეთი რუსეთი და ამერიკა მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალური არენის მოთამაშე თქვენ შეხედეთ რანაირად ხო და ანუ ევროპის დღევანდელი ფუნქცია კარგად გამოიხატა მაკრონი როგორ გაწიეს გვერდით ანუ აი ზუსტად ესეა ევროპა მაკრონის სახით ელაპარაკება მოდი ესე ვთქვათ მოდი მეხუთე ადგილზე დავაყენოთ ინდოეთის შემდეგ არა რატო ინდოეთი სხვათა შორის ჩვენ დაგვავიწყდა როდესაც ამ ნეიტრალურ სახელმწიფოებს ვთვლიდით ჩვენ ინდოეთი არის ნეიტრალური სახელმწიფო ეს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. მაგრამ ნეიტრალურია, აი მე რა მინდა იცი რომ ვილაპარაკოთ, აი ხო მაშინ უნდა ვიკითხოთ რა არის ნეიტრალიტეტი. ადრე ეს ახალგაზრდა შეგეხსოვება რომ ხოცავდა საქართველოში ერთი ხანობა რაღაც ტერმინი შემოდიოდა კონფედერაცია თუ ისა ფედერაციული უნდა იყოს მოწყობა, აი აფხაზეთის საკითხი რო იყო და ეს მაგიური სიტყვები დადიოდა და ისე რომ რეალური შინაარსი რა იყო რაზდებდნენ ფედერაციაში და რას კონფედერაციაში ეს ვთქვა და აი კატეგორიულად აი მზად იყვნენ რომ კონფედერაცია და აი ნეიტრალიტეტი ნეიტრალიტეტი ჩვენ რომ აი მუდმივი არსებობს მუდმივი ნეიტრალიტეტი არსებობს სიტუაციური ნეიტრალიტეტი და ასე შემდეგ შეიარაღებული შეუიარაღებელი უბრალოდ ედაზე რო ვთქვა ეს ნეიტრალიტეტი პრაქტიკაში თუ ჩამოვიდნენ კაცმარიცის რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის არა როგორ არა აი რას გულისხმობ არა მე ძიებაპატი
მაგი რომ ვიცი მე სპეციალურად პროვოცირებულად გესმენახე რა არის აი საერთაშორისო სამართალზე რომ ვლაპარაკობთ არის საერთაშორისო სამართალი ამოფთხოვე და ავიტანთ გეგონება ესეთი რამეა რომ ეხლა ბედაშენ ორი ქვეყანა როა რაღაც ვიჭუბებ და მერე წავალ და საერთაშორისო სამართლოში დაალაგდება ყველაფერი და გეტყვია სიამოვნეში ხედი პრაქტიკაში როგორ არის რომ ესე ვთქვათ თუ რაღაცას მონახავ და მერე იცნობს არ ცნობს და გადაიხიეს თავზე ეს ეხლა რატო გითხარი ნეიტრალიტეტის სიტყვა არის აი ნახე შენ თქვი ხლა და ხა ვგრუნდები ინდოეთიც ნეიტრალურია შვეიცარიაც ნეიტრალურია ახლა ჩვენ რაც გვაინტერესებს და ჩვენ რა შინაარსს ვძდებთ საქართველოში მე მაგალითად გონია რომ ეს არის ერთ-ერთი ნაკლი ჩვენ მსჯელობა არ მიდის და სწორედ ამიტომ მინდა გაშალო რომ ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციებია მე არ ვიცი ხა დრო რამდენი გვაქვს რომ დაუშვათ ეგ მაგაზე მსჯელობა გავშალო მაგრამ რა მინდა კითხო და ხე აი რა ნეიტრალიტეტს ვამბობ ნახე უკრაინის როცა შეთანხმდნენ ისე იყო მოწონდა არ მოწონდა ეხლა ეგ პირობითია უკრაინას უნდა თუ არ უნდა ეხლა კაცმარიცის მოსახლეობა რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ელიტას არ უნდა ფაქტია ეს კიდე გადავდოთ და პოლიტიკური ელიტას არ უნდა ელიტის გარეშე გვერწავა ელიტამ უნდა მოაწეროს ხედი ეგეც მნიშვნელოვანი არ არის რას მოაწერს თავარი ხო რეალობა არის ხა აი დღეს მაგალითად წვიმიანი დღე გაიღვიძა საქართველოს და ხა მე და შენ აბრძანებას გამოვცემთ და გინდა საქართველოს პარლამენტი რას მიიღებს და გინდა დაემატოს თუ და გაეროს რეზოლუცია ამით ვერ შეცვლი დღეს არის წვიმა ეხლა ნახე უკრაინას თუ მოიტანა სიტუაციამ და ამაზე ჯერჯერობით ეგეთი სიტუაცია ნეიტრალიტეტი უნდა გამოცხადდეს. თუ ევროპა ამაზე არ წავა, მე არ შევდივარ იმ განხილვაში ევროპა სუსტი არა. თუ ევროპა ამაზე არ წავა, ამერიკა ვდება რომ გადმოგილოცავო. მე გავდივარ და კი ბატონო გააგრძელე და მაშინ უკრაინა არ დაიქნება ისევ ნეიტრალური, მაგრამ იქნება ამ რეჟიმში რაღაც გაურკვეველ მომავლამდე. ან ისე ეხლა საქართველოში. სეგი რა არის? ეხლა აი ბაბატია და ეს ფინა რომ შეგვიპასო ხო ოღონდ აი როგორც ნეიტრალიტეტის მომხრებ და ჩვენზე რა არის და ნახე საქართველოს ცალკე ნეიტრალიტეტი დავეთანხმე გარედან ეგ საინტერესო არ არის კავკასიის თემა. თქვი მე რომ ეს არის ეხლა კავკასიის თემა ისტორია რა მე ხო არ იცვლება ისტორია ესე იყო ვინ არიან აქ ვის აინტერესებს ეს კავკასია ტრადიციულად ვისაც აინტერესებდა ეს არის ჩრდილოეთი ეს არის თურქეთი რუსეთი ირანი და თურქეთი ეს ბერძე ვინსა და არ გამოთვლი და აღმოსავლეთი რომელიც ასევე იყო ამით დაიწყო და შემოვიდა ახლა პირობითად ვთქვათ კოლექტიური დასავლეთი ეხლა შეიძლება კი ბატონო გინდა ერთად განვიხილოთ გინდა ნაწილი და ესე ამათ შორის უნდა შედგეს მოლაპარაკება ხო სწორია და თუ ანდა ამათგან თითოეულს დიდი პატივისცემას უდასტურებ ესე იგი ვთქვათ ამ ქვეყნებიდან უმრავლესობას ყველას შეიძლება ისე არა რასაკვირველია მაგრამ ყველა სათითაოდ ეკნება აქვს ალბათ მადარო კავკასიის გზაჯვარედინი თვითონ ეკავს მაგრამ ამათ შორის თუ შედგა აი ხლა იქ თუ ამათ შორის შედგა ეს მოლაპარაკება ჩვენ გინდა დავეთანხმოთ და გინდა არ დავეთანხმოთ არა ესე არ არის არა აი ეს მაინტერესებს კი ბატონო ესე არ არის აი ჩვენზე მაინც იქნება ჯერ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს რაღაც სტერილიზებას გასაკვირველია და დასაჭურისებას ნეიტრალიტეტი შეიძლება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შეიძლება იყოს შეიარაღებული და შენი ჯარი ყავს ნეიტრალიტეტი არის ის რომ ჩვენ არ ვერევით კონფლიქტებში ეს უნდა განსაზღვროთ ჩვენ თვითონ იმიტომ რომ ეს კონფლიქტური რეგიონია ახლო აღმოსავლეთ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში კი ბევრი რაღაც მეცნიერული ნაშრომებია რომ პირველი ევროპელები ჩვენა ვარ და რაღაცა მაგრამ კონტინენტურად ვართ ახლო აღმოსავლეთი რა კონფლიქტური რეგიონია ეს და ამ კონფლიქტურ რეგიონში როგორც კი შენ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის აღმოჩნდები არა აი იმ წუთში წარმოიშვება ექსისტენციური საფრთხე სამხრეთ კავკასიის და საქართველოსია რა ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე რომ არ ვიყოთ რომელიმე კონფლიქტში პოტენციურადაც კი უნდა გამოვრიცხოთ ის რომ დაუშვათ იქ ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ან თურქეთის წინააღმდეგ ან რუსეთის წინააღმდეგ ან რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მონაწილე სამხედრო ეკონომიკურ საბოტაჟში მონაწილე არ უნდა ვიყოთ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე არ უნდა ვიყოთ და უნდა ვასრულებდეთ იმ ფუნქციას რომელსაც უნდა ასრულებდეს ნეიტრალური ქვეყანა იმპერიების გადაკვეთის ადგილას ეს უნდა იყოს ფინანსური ჰაბი, ეკონომიკური თანამშრომლობის ადგილი და ეს უნდა იყოს რაღაც მშვიდობის არეალი, სადაც კაპიტალს არ გაუჭირდება შემოსვლა.
ნებისმიერი ვინც ერკვევა ფინანსურ ურთიერთობებში და ეკონომიკაში იმან იცის რომ ესეთ ქვეყნებში როგორც საქართველო რომელიც მდებარეობს აზიაში და უნდა რომ იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და თავს იკლავს ამისთვის რომ რამენაირად შევიდეს ევროკავშირში რომელთანაც სახმელეთო საზღვარი არა აქვს უბრალოდ და თუ საზღვაო ისა გვაქვს საზღვაო მოსაზღვრე ვართ ევროკავშირის ასევე ზღვით ევროკავშირის მოსაზღვრე იაპონიაცაა კაცო ზღვით ყველა უკავშირდება ერთმანეთს ხო ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ის წინაპირობა რომ როდესაც ახალი სოფლიო წესრიგი დამყარდება და დიდი სახელმწიფოები ამ რეგიონისთვის მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას ხო როდესაც დიდი ლოდები დაგორდება იქ პატარა კენჭებს უკვე არავინ არ ითვლის როდესაც ეს დიდი სახელმწიფოები შეთანხმდებიან ერთმანეთთან არა ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რო რა გვინდა არა მე აი განსხვავებას რო არ ვიყოთ მზად გავიმეორებთ იმ ბედს რა ბედის ეწვია უკრაინას და რომელი ბედიც ჩვენ გვეწვია 2008 წელს მე მგონია რომ ნუ რა არის ანუ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების ასე ვთქვათ ნარატივი არ გაქრება არსად. ჩვენზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში დიდ სახელმწიფოებს შორის. შიდა დაპირისპირება ჩვენთან. რას ვქაბინდა იცით? აი ძალიან უტრირებულად ვიდა რომ თქვა ეს უტრირებულად აი ხლა ამ წუთში პირობითად წარმოვიდგინოთ პირობითად რატო არსებობს სინამდვილეობა აი ნეიტრალიტეტის მე ხოხტები სპეციალურად მაგუტრირებ. აი ნეიტრალიტეტის მომხრე ბძინა გამოკვეთილად არის და ვიღაცა X-ი გინებავს Y-ი რაც არის აი წარმოვიდგინოთ არის ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგე. მაშინ არგუმენტები დავდოთ. არა ერთ წუთი და არგუმენტები დადოთ და მე გარწმუნებული. და ისინი ამბობენ ერთი არგუმენტი აქვს აი მაშინ რომ ვიყავით ნეიტრალური მე ხლა ის კი არ მივდივარ ახლა ის კი არა ვარ ანუ შენ ამბობ რომ ანტიკურ სამყაროში კი არა ვარ ადამიანის ბედი დაწერილია წინა მომისვინე მე ვამბობ ესეთ რაღაც ეხლა რასაკვირველია რომ მოვიყვანოთ და არ გაგვიჭირდება და ეს მოვიყვანოთ 1 2 3 დღე არ გვეყოფა ერთი კვირა არ გვეყოფა კამათისთვის და არგუმენტებს და ამ დროს რა მაინტერესებს და ვიკამათებთ და მე წინასწარ შემილია გითხრათ ერთმა გამარჯვება მოგცვა მაგრამ აქედან შეთანხმება გამორიცხულია რასაც იტყვი მე ის იტყვი და ახლა არგუმენტები ამბავი ამ დროს დასხდებიან თუ დასხდნენ დიდი სახელმწიფოები და თქვენს რომ ესო ნეიტრალური არჩენი და არჩევი არ შევდივართო ნეიტრალურია იქნები გამარჯვებული შენ და ნუ ისიც გამოყვება ეს მეორე მხარე ის X მაგრამ თუ ესენი ვერ შეთანხმდნენ და ერთმა სახელმწიფომ თქვა აქ მე უფრო მაგრად გავარო რომელიმე რა მნიშვნელობა და თქვენ გაიწევთ სხვები ამას შეეგუენ შენ სამ რეალობაში იქნები მე ნეიტრალიტეტს შეიძლება მე მეშლება დავიდა რატო დავიწყე კითხვა რომ სადმე ყოფილა თქვენ ეგეთი რამე რომ ქვეყანას თვითონ ეთქვა რომ დღეიდან მე ვიქნები ნეიტრალიტეტი და აწი იყოს მშვიდობა და ყველაფერი და წავედი ახლა მე ვიქნები ხავი თვითრნაება იფრინო შემთან ფული აქ შეინახეთ ეგ გარეგნულად არის შვეიცარიაზე ყვებიან ამას ნაკლებად ინფორმირებული ადამიანები ერთადერთი ქვეყანა თურქმენეთია რომელსაც ეგრე თავისუფლად გამოცხადებული ისევ გარემოდან არის რამოდენიმე სახელმწიფო აღიარა ისინი ხო მაგრამ ნუ ახლა მე მეგონი თქვენი სადაბი ხარ თურქმენეთმა და ეხლა ფიჯიბად შეიძლება გამოაცხადოს თურქმენეთი არის იმ გარემოშია ეხლა იმ გეოგრაფიულ გარემოშია სადაც საერთოდ არის მაგრამ ეხლა ჩვენ შეიძლება შეიცვალოს რაღაც სიტუაცია და დავთარდება მის ნეიტრალიტეტი თუმცა თურქმენეთსაც აქვს თავისი ტერიტორიული დავა მეზობლებთან ყველაზე მეტი მე როგორც მივხვდი ნეიტრალიტეტს ვინც აწვებოდა მე ველოდი თქვენ რომ ამას იტყოდით აი ვინც ყველაზე მეტად აწვებოდა და თავისი შესაძლებლობებით ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები მოგეხსენება შიგნით იყო ხო და ერთადერთი მე რატომ აი ამას ველოდი თქვენ მეტი მე ეგეთი მაგალითი სოფლიოში იაპონია ცდილობდა ამას მაგრამ არ გამოუვიდა და ამერიკას გამოვიდა ამერიკა მე თვითონ თქვა ამაზე უარი თუმცა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ეხლაც ცდილობს რომ ამ კონფლიქტში გამოვიდეს როგორც შუამავალი და თითქოს მოდერატორი ნეიტრალური მაგრამ იქ შიგადაშიგ აღიარებს რომ პროქსიუმია და თავისი მე წარე რაღაცას ვამბობ მაგრამ წარე რატოა წარე მომისმინე მე ესე უყურებ ამერიკას ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადო მე აი მომისმინეთ გამოცხადებას რას ეძახით თქვენ ვიტყვი რომ ნეიტრალური ვარ არა მე მაგას არ ვამბობ მე რომ ჩვენ რამე უნდა გამოვაცხადოთ აბა ნუ დანარჩენი ახლა რას გონები ცი მომისმინე თუ თაშხია რომ ამობს არავის საქმეში არ ვერევებ და ნუ რა ჩაერევაო ორი მაღუზერი ელაგა აქეთ იქით ხო და აბა ახლა ჩვენ მე ისკენ მივდივარ იცი ჩვენ ერთმანეთს მე მგონია რომ ეს ხდება შიგნით აი მე რაც მაწუხებს ამ საქმედან ეს არის აი მე არც ანტინეიტრალიტეტისტი ვარ და არც პირიქით ვარ რაც მაწუხებს ეს ხდება შიდა
დაპირისპირების, რომელიც საბოლოო ჯამში გადადის ნერვოზული, ფსიქოლოგიური და დიდი ომის საგნად, რომელიც მე გონია რომ სრულიად უსაგნო საკითხია, ამიტომ ერთ შენიერ დილით, აი უკრაინაში ნეიტრალიტეტის მომხრეები და ნეიტრალიტეტ არა უკრაინაში ნეიტრალიტეტის მომხრეები და ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგეები, აი ცოტა ხანში დავინახავთ, დილით გაიღვიძებენ და აი ეს რო არის ჩვენ მამლუქში დაინახავენ რომ ერთი უკრაინის შვილები არიან ორივე. იმიტომ რომ რაღაცები არის რომელიც ვერ წყდება შენთან. არა, საქმე იმაშია რომ ჩვენი შეხედულება ესეთია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს მზად და მოსურნე იმის, რომ ჩვენ ეს გქონდეს და არ გვეწეროს კონსტიტუციაში რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჩრდილო-ატლანტიკ რაღაც утоპია გვიწერია ფაქტიურად რომელიც აი რაღაც ეს არ იყო მაშინ утоპია არანაირად утоპია იყო თავი 2018 წელს უკვე ძალიან სერიოზული утоპია მე თუ მკითხავ ეგრეა ახლა სკოლაში რომ გვასწავლდნენ ჩვენ რაღაც სენ-სიმონის და შარლ-ფურიეს რაღაცა утоპიური არა 2014 წლის შემდეგ უკრაინის და ჩვენი ნატოში გაწევრიანების საკითხი გადაწყვეტა 2008 წლის მერე არ იყო ნუ 2008 წლის მერე კიდე არ იყო მაგრამ 2014 წელმა წერტილი დაუსვა მაგ საკითხს შემიეწრით ხო და აი ამას ვამბობ რომ ესეთი утоპიური სტრატეგიული მიზანი არ უნდა კონდეს მეთქი ამიტომ მაგრამ შენ ამბობ ეს რაღაცა საინტერესოა ეგ ამბავი რომ ანუ ჩვენზე რაც გადაწყდება დიდი მოთამაშეების მიერ არა კი არ დაველოდოთ დავკვდათ არა კი არ დაველოდოთ შენ უფრო ამბობ მე მგონია რომ რასაც ისინი გადაწყვეტენ ის მოხდება და ჩვენ ახლა რამას შევეწინააღმდეგებით არის შევეწინააღმდეგებით რა მნიშვნელობა აი ნახე აი ახლა რაც ავწობ მნიშვნელოვანი ფატალისტი კი არა ვარ შეხედე უკრაინაში თუ ეს დიდი გადაწყდება ალღო ნახე პატარა და დიდი ქვეყნების კომპლექსი არ უნდა გქონდეს მე და ხელი კი არ უნდა ჩაიგდო უკრაინაში გააუქმებენ იმის რა ქვია საქართველოს და უკრაინის შესახებ დათქმა რო იყო ნატოს ყველა იმაზე რო წერდნენ ხომ იმას საერთოდ გააუქმებენ უკრაინაზე თუ შეთანხმდნენ რომ ნეიტრალური უნდა იყოს უკრაინა და უნდა იყოს დემილიტარიზებული არა ის ჩანაწერი იქ რო იყო რომ საქართველოს და უკრაინის ბუქარესტის ჩანაწერი მოშლია შედეხლა რაზეცაო აგერ შედააგერმე როგორც კი ეს ოფიციალურად დაიწყება უკრაინის გაფორმება უკრაინოს აი ისევე მიყვება საქართველოს საკითხი იმიტომ რომ ერთ კომპლექსია ანუ ბუქარესტის ჩანაწერს მოშლიან და მე შედეხლა და უკაცრავად რომ კაცი არ იკითხავს ახლა ჩვენ ვინ ერვიულებთ ახლა ჩვენ კონსტიტუციაში რა წერია შენ კონსტიტუციაში ჩვენ კონსტიტუციაში ყველაფერი შეიძლება ჩავწეროთ ახლა ამით ამაზე კაცშვილი არ ინერვული სოფლიოში მე მაგას კი არ გეუბნები შენ პატარა ქვეყნის მაგალითი არის რომ სოფლიოში რა პროცესი მიდის აი იმ პროცესს აყვედა ყველაზე ნაკლები მტკივნეულობით გაყვე შენ შეგიძლია რომ აი რომ იკეტება მაგალითად რაღაცა და იღება ხო ზღაპრებში არის ეგეთი ახლა რომ იკეტება ეს სიტუაცია მაინც მიხვიდე და შეგიძლია თავი ურტყა იმ კედელს ეგ ერთადერთად შეგვხვდება თავი გატეხილი დაგჭება თავი არაფერი თუ გადაწყდა და ესე მარტივი არ არის კავკასიის რაც კავკასია არსებობს ეს ამ ქვეყნით იმ ქვეყნით საქართველოს სულ არის ხო და ჩვენი ბუძმე ორი ქვეყანა კიდევ სულ არის კავკასიის ძველი ეს არის გზაჯვარედინი ახლა ამას ახლო აღმოსავლეთს დავარქმევთ აზიას დავარქმევთ თუ ევროპის გაგახას გზაჯვარედინია მოგახსენება უნიშნულოვანეს ხო სწორია ახლა ყველა ეცდება რომ თვითონ აიღოს ან იქნება არც შენ და არც მე ეგეთი სიტუაცია იყოს აი აქ უნდა ვიყოთ ჩვენ მზად პოლიტიკურად ჩვენ ხო მე მაგას გავუნები და ჩემი ზატყოფა არა შეიძლება ერთმანეთი უნდა ხო შეიძლება ისე მოხდეს რომ რომელიმე მაგალითად აქამდე ევროპა და დასავლეთი ცდილობდა რომ მისი ზონა ყოფილიყო ეხლა ვერთ ფაქტას და კი ბატონო თუ ისახდა თუ არა და თუ ჩაიწია ცოტა დასავლეთით გას და მათრახებს გვირწყავს უკვე რამდენი წელია ეგ არავინ არაფერს არ ცდილობდა ეგენია არ ცდილობენ მაგას ეხლა შენ ხო საყარო თაფლაკვერით ხა როგი და კაცშვილი არ მოვა ეხლა იმიტომ რომ ყველა თავისი ეხლა თუ გონია რომ შემოვლეშე რომ ვინმე მოდის უსამართლო არა უსამართლოდ გვეპრობიან ძალიან ამაში მთელი უბედურება არ მიუღია ჯერ ესე იგი ეგენი გვეუბნებიან ჩვენ რომ დათმეთ სუვერენიტეტი მანამდის ვიდრე მიგიღებთ ევროკავშირში ერთი არ გვიღებენ და წინასწარ გვეუბნებიან ჩვენ ისტორიას დაანებეთ თავი ვინმე სადმებს კაცობრიობის ისტორიაში მეორე ქვეყნის მიმართ უთქვია რომ გინდა თუ არა შენი აყვავება უნდა გქონდეს ახლა რაღაცა არანაირი მაგის მოლოდინი არც გვაქვს მაგრამ უსამართლოდ მოქცევას არ გვინდა ცხადია რომ არ გვინდა მაგრამ ვინმე ჩვენ ისტორიის ბაზაზე ვინ გეგულება რომ სამართლიანად ვინმე მოქცევა მინდა რომ მოვასწრო ერთი რამის თქმა ეს არის ის რომ ამ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მოვაქვთ ერთადერთი არგუმენტი რომ აი საქართველოს მაშინ ეწერა ნეიტრალიტეტი 1918 წელს არ ჩაუწერიათ ეგ ნეიტრალიტეტი ჩაწერეს კონსტიტუციაში
მას შემდეგ რაც რუსეთთან გააფორმეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება 1920 წელს. ხო. მაშინ რო აქ არ განათავსებდნენ სხვა ქვეყნის ჯარებს და რაღაცა თავსმოხვეული ნეიტრალიტეტი ამას ქვია. კი ბატონო. ზუსტად მე კონსტიტუცია რომ მიიღეს მატარებელში 21 წელს უკვე იქ წერია რომ ნეიტრალური სახელმწიფოა საქართველო. თორემ მანამდე საქართველოში აი ჯარების დიდი მოდი იყო, ხან ინგლისელები, ხან გერმანელები, ხან თურქები, რა ვიცი მე, ძალიან ბევრი. კი ბატონო. ანუ ამის მაგალითად მოყვანა და თქმა იმისა რომ რაკიღა მაშინ ნეიტრალური ეწერა 21 მარტს მიღებულ კონსტიტუციაში და 25 მარტს უკვე მთავრობამ დატოვა საქართველოს რომ ეს ოფცია გამოუსადეგარია 21 საუკუნეშია რა აი ეხლანდელ რეალურ მდგომარეობაში ეს არ არის სწორი არგუმენტი მათი მხრიდან აი ამის თქმა მინდოდა ანუ შენ რასაც ამბობ მანდარი ჩემი აზრით ერთი რამე არის რატო უნდა ვიყოთ მზად ანუ კი მესმის რასაც ამბობ რა ლოგიკასაც ამბობ რომ მაინც ესე გადაწყვეტი მე რეალ პოლიტიკას ხო რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე რეალ პოლიტიკა წაშალავი აი ხა ზაობა რეალ პოლიტიკიდან გამომდინარეა ზუსტად რატო იმიტომ რომ როგორც არ უნდა დაალაგდეს დღევანდელი სამყარო ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა არასდროს არ გახდებიან ერთმანეთის მეგობრები. არასდროს არ გახდებიან ერთმანეთის მეგობრები. არც ერთმანეთში არასდროს არ იომებენ. ყოველთვის იომებენ სადღაც მესამე ადგილას და როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე ყოველთვის ეცდება იმას, რომ ეს ომი იყოს მეორეს საზღვართან ძალიან ახლოს. ყოველთვის. ანუ შესაბამისად ჩვენ ასე იქნება თუ ისე იქნება, მაინც ვიქნებით მოაზრებული, როგორც სტატუსზეც არ უნდა შეთანხმდნენ დღეს. მაინც ვიქნებით მოაზრებულები, როგორც პროქსიომის ადგილი. არეალი. ეს განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ისინი რაღაცაზე რომ შეთანხმდებიან, უბრალოდ შედეგი კი არ მივიღოთ ამისი. ვეცადოთ ძალიან სერიოზულად. ჩვენს დანარჩენ პარტნიორებთან ვის აინტერესებს მშვიდობა კავკასიაში. ხო და მე ანუ მარტო ჩვენ ხო არ გვაინტერესებს მშვიდობა კავკასიაში. კავკასიაში მშვიდობა აინტერესებს აზერბაიჯანს და სომხეთს. თურქეთს. ნუ თურქეთი მხარია, მაინც მოდი ესე ვთქვათ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და მხარია. ამ თემაში ცალკე არ არის მხარე. ცალკეც მხარია, იმიტომ რომ ისიც ოპონენტია რუსეთისაც და ირანისაც, ხო? ცალკე უფრო მეტი ცალკე მხარია თურქეთი თუ უფრო მეტად მე მგონი უფრო მეტად ცალკე მხარია. ხო, ცალკე უფრო მეტად მხარია. კი ბატონო. შესაბამისად, ანუ ჩვენი მზაობა მდგომარეობს იმაში, რომ აი ამ ორ დანარჩენ ყველაზე მეტად დაინტერესებულ სახელმწიფოსთან მუდმივად ვიყოთ იმ კონტაქტში, რომ მარტო კი არ ვიბრძოლოთ იმ ნეიტრალიტეტისთვის, რომელიც კავკასიაში შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული, არამედ მათთან ერთად. და მათი ერთმანეთთან მორიგება იყოს ჩვენი პირადი გადარჩენის ეგზისტენციალური საკითხი იყოს მათი ერთმანეთში მორიგება. ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ, რომ აი ამ სამმა ერთად გავაძლიეროთ ის, რომ აქ უნდა იყოს მშვიდობა. აქ არის ომონ არასდროს. ანუ აი ის პროქსი სივრცეთ არ განგვიხილონ ჩვენ. ესე იგი ახლა მარტო ჩვენ რა თქმა უნდა თუ დაველოდებით შედეგს მივიღეთ რეალ პოლიტიკა ნახე რა არის რეალ პოლიტიკა გარდახობს რაც ახლა შევთქვი ამას ეს წყალი არ გაუვა იმიტომ რომ ამ სამი ქვეყნის სამი სახელმწიფოს ამერიკა-კავკასიის ტრადიციული ერთად ყოფნა მათ პოლიტიკურ ფასს ზრდის კი და გავლენას დის ანუ აი ამ ჩემი ტერიტორია დავარქვათ ასე თუ ტერიტორია და აი კონტროლის ამბავში ბევრი ფასი უნდა იქნას გადახთილი უფრო. კი ბატონო. თელი ამბავი რამედის რომ ეს უფასოდ უნდა იყოს გავლილი თუ შედეხლა თქვა კოლონია და რაზე მიდიოდა შუა საუკუნეებში ახლა არ მინდა თქვა რომ დაგიბრუნდა მაშინ უფასოდ გაივლი და აგზაა უბრალოდ. ეხლაც იგივე არის. ეხლაც ასეა. ეს ეს არის რაც შეზეა დამოკიდებული ნუ რაღაცა დიდი პროცენტი შეიძლება 100% შეზეც არ არის დამოკიდებული მაგრამ რაღაცით არის. ეხლა რაც შეეხება გარეთ მე როგორ უყურავ ნეიტრალიტეტს ეს დიდი თუ შეთანხმდეთ თქვა მას ვამბობ და მე შიგნით ქვეყნის ვითარებასთან მინდა დავბრუნდე აი ახალგაზრდებთან მინდა დავბრუნდე ადამიანებთან ოჯახები გაიყო შუაზე და ამ თემა არის და ამას წაიკითხავთ ვეკითხავთ აი არ მინდა რომ ვცდებოდი მაგრამ არ შევცდები კომენტარებში წაიკითხავ ესე იგი დაიწყება რომ აი შენ რო ნეიტრალიტეტი და რაღაცა და ჩვენც მიგვაყოლ არა ნახე რატოა მაგრამ ეს არის გზაცაცდელი კამათი რატო ეს დიდი ქვეყნები თუ შეთანხმდნენ იქნება ნეიტრალიტეტი მაგრამ საკმარისია აი რაც შევთქვი და ისტორია მესეიდი ერთ-ერთ ქვეყანას ფეხი დაუწდეს დროებით იმ წუთშივე შენ ნეიტრალიტეტი იქნება და ამის მაგალითები გეტყვი ეგერ არის ბელგია
ეგერ არის ნებისმიერი ეს ქვეყანა, აგერ არ ყავს შვეიცარია, რომელსაც ძალიანაც უნდა შვეიცარიაში ეკრებინცი რომ შიგნით იყო ლაპარაკი რომ შევინარჩუნოთო, მაგრამ უთხრეს ახლა ბიძია არ არის მაგის დრო და დამთავრდა და ახლა დარეგულად ჩვენ საუბრობთ აქ თორე ახლა შვეიცარიაში საჯაროდ რო თქვა ახლა ასაკურველია გადაგვივლია ნახა მთლიანად იმაზე რა ქვია და კი ბატონო ავსტრიაში შედებს უნდა შენარჩუნება ნეიტრალიტეტის ხომარა რომ საქმეზე რომ იდგება და როცა ამბავი იწყება ძალიან დიდ რაოდენობას საქართველოს მაგალითი ბრძანა აგერ თქვა რა ნეიტრალიტეტი იყო ჩვენ გერმანია ჯარი შემოვიდა და გამოაცხადებიდა დამოუკიდებლობა მე გერმანია მომიწააგო შემოვიდა ინგლისი ჯარი იდგა ჩოლოერთეს იყო და რო გავიდა და რო დავრჩით ახლა მარტოები და ბოლო იქნება ნეიტრალიტეტით ის აღქნობა გაიხედა რუსეთმა გამოიხედა მოაწერა ინგლისთან ნავთობზე ხელი და დავთავრდა შენი ამის თქვა მინდა ეხლა ეს თემა აი რომ მე რატომ მომწონს ამის მსჯელობა მე ჩათვალეთ რომ ეს ამხარი ვარ ადამიანმა თუ გაიაზრებენ მე მგონია რომ პირობითად შეფოვლე ჩემი თავი და მეგობარია ბიძინა და მისი ანტი რომ ვთქვით ის ნეიტრალიტეტის კატეგორიული მოწინააღმდეგე რომელიც ამბობს რომ აი მე ისეთი საქართველოს მინდა რომ აი ნატოში თხადა აი ვებსაუსაც ბოლოს დრო თხადამგელი რომ ერთად ზოვდეს და ეს მოდით ძალიან იოლად მონახავთ საერთო ენას თუ ვიტყვით რომ ორივენი არ მინდა ბეთკული ძალიან ბედნიერი ორივენი საქართველოს ჩვენია და ტყვილავ ხოცავთ ერთმანეთს მოდი იმ რეალობას დაულოცავთ რომელიც ბოლომდე ჩვენზე არ არის მე აი პოზიციაზე ვარ და იქიდან გამოვიდეთ იმიტომ რომ მე უფრო გიორგიმ რაც თქვა მე უფრო იქითკენ გადავიხრები უბრალოდ მე მინდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა ბაბატი ერთი რაღაცა მინდა ეხა ბაბატი ერთ გაწყვეტინება არ დაველოდოთ ახლა რა არის ინგლისელები როცა იდგნენ აქ და აი უნდა გითხრა ნეიტრალიტეტის თემა კი არ იყო მნიშვნელოვანი ქვეყნის გადარჩენა არის საბოლოო ჯამში ხა სიტყვა ხო არ არის მნიშვნელოვანი და ნახე რა იყო ინგლისელები იდგნენ აქ და იყო ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი მოდის კარგად იცი ხა ისტორიას არ დავიწყებ და ასე იყო ისე იყო იქ მოილაპარაკეს ნავთობია თუ რაღაც ახლა წავიდეთ და ინგლისელები იწყებენ აქედან გავლაც ცნობილი ამბავია აქ იყო ძალიან კაცი მაგარი წარმომადგენელი და ამ ქართველებზე ეუბნება მე წყაროს გეუბნებით პრინციპი ეუბნება რომ მე საქართველოს თავრობას მაინც ვეტყვიო რა რომ დამთავრებულია მის ფაქტი საკითხიო და ჩვენ გავდივართო და ნათალია ხრესე რო გადია რუსები შემოდია რაც მოვაწერთ ხელს და იქიდან მოვიდა არ უნდა იმიტომ რომ დამთავრებული იყო ანუ ჩვენ რა უნდა ვიყოთ ახლა თუ ღმერთმა არ აქნას ესე იქნა მოლაპარაკებული და ესეთი დალაგდა ну ახლა რა უნდა ვილაპარაკოთ ხო ეხლა რა უნდა ვილაპარაკოთ და ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ინტენსიური სამუშაო აზერბაიჯანთან და სომხეთთან ეს ამბავია რასაც ამბობდა ამაზე მაქვს მე ლაპარაკი თორე ჩვენ ახლა პეკინს და ვაშინგტონს და ხო და ერთმანეთი არ დავხოთ აი როცა ამბობდით რომ აქ მსჯელობა არის აკრძალული არის რაღაცა ფეტიში შემოღებული იმის რომ ესე იგი უნდა იყო მაინც და მაინც დაუშვათ იმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომხრე და იქ გაწევრიანების მომხრე რაც უტოპია მე ვფიქრობ რომ უტოპია ესე და თუ ვინმე შეერა იმისი რომ მაშინ რუკა დაყედოს და სადმე მერვე მე-9 კლასის სახელმძღვანელოები ევროპის რომელიმე ქვეყნის აიღოს და გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ჩაიხედოს სად არის დაუშვათ იქ კონტინენტებს შორის სადგადის საზღვრები და ცოტა რაღაცა რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალ იგივე ეკუთვნის ევროკავშირსაც ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ამებზე უნდა ვიმსჯელოთ ის რომ ჩვენ ვხედავთ დაუშვათ როგორ იქცევა დღეს ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი პრეზიდენტი როგორ მოიქცევა არ ვიცით ხო ამიტომ ეს გარანტია იმის რომ ჩვენ ვინმე შეიკრიბებია საქართველოს მიცემენ ნეიტრალიტეტის სტატუსს და ეს იქნება სამარაჯამო ის რა ქვია რაღაცა დაცვა რომ საქართველოს არასდროს არავინ აღარ შეეხება და იმ სიმღერის თუ ლექსის არ იყო შემოვაქსოვოთო რაღაც გარშემო და რამე არავინ მაგას ჩვენ არ გაგვიკეთებს რასაკვირველია ჩვენ ეს უნდა განსაზღვროთ ჩვენით და აი ძალიან სამწუხარო ისაა რომ ჩვენში ეს მსჯელობა რომ შეწყდა ამ საკითხებზე და 88 წელს მიტინგზე რომ თქვეს ერთხელ რომ აი ნატოში უნდა შევიდეთო და იმის მერე რამდენი წელი გავიდა უკვე და 37 წელი გავიდა და გვაქვს ეს პროგრამა რომ ესე იგი რაღაც ოკუპირებულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს და მერე ნატოს ჯარების შემოვლენა და რაღაცა ამ უტოპიურ სურათს ამ რაღაცა ისეთ წარმოდგენით იმას უნდა მე მგონი რომ ცოტა მოვეშვათ რა მე ახლა მეგონია იქით გარანტია ანუ გარანტია არ არის ეს რა თქმა უნდა მაგრამ
ანუ სინამდვილეში არის რომ სწორედ ეგ არის რომ გარედან უნდა მოიშვა და ჩვენ ერთმანეთის პირობითად რაც პასუხებს ერთმანეთის დახოცვას კი არ არის უნდა ვთქვათ რომ ეს არის ის გემია რომელსაც ერთი ინტერესები წხედვარ და ჩვენი ქვეყნის ინტერესზე უნდა ვიჟელო და არაფრად არ მოდის ახლა ნახე რა ხდება მე სვარა ვარ მაგის დამცველი მაგრამ რა შევთქვათ რაღაცა მომენტის განვითარების კიდე კონსტიტუციის ჩაწერით გიხდება ზოგჯერ აი თუნდაც რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება და მე მაგალითად 88-ში კარგად გვახსოვს ახლა ეს პერიოდი რო იყო როცა ნატოს იძახდნენ სულ არ იცოდნენ ნატოს არც წესდება იცოდა არ შეიძლება ერთ ორმა კაცმა ქეიცოდა რაღაც მაგრამ ახლა ეს იყო რომ ამ ეს იყო ნატოს ამბავი რა იყო იცი რომ მე არ მინდა საბჭოთა კავშირში ამის ამბავი ეს იყო თელი ამბავი ეხლა ნახე რომ აი ხშირად არის წაიკითხავენ ხო მაგალითად არის რომ როცა იყო და ამ სპარსეთმა მაშინდელმა ხო დავით ვთქვათ პოლიტკორექტულობა ნუ მოკლედ უბედურება ტრიალებდა საქართველოში და იმაში და რუსული დავლე რატო იყო იმიტომ რომ ანტისპარსული დამოკიდებულება იყო რო ამოითქვეს სული და შენ მიზანი რა გქონდა იმიტომ კი არა ან ცუდი იყო ან ვიღაცა შენ გინდოდა დამოუკიდებლობა და შენ ცხოვრება გინდოდა, შენი შემოდგომა გინდოდა, შენი სიმღერა გინდოდა, შენი ცეკვა, შენი ცხოვრება გინდოდა. მერე უკვე ამავე დაიწყო და გაიკურდება და უკვე არ გავიდა 30 წელიწადი და ანტირუსული გაწყობა გაჩნდა, ხო? ეგეთი მერე საბჭოთა კავშირი იგრევა ეს თამდევი სიტუაციები ამისი. მაგრამ თანდათან ჯანსაღი არაა ეს. იცი როგორ ჯანსაღი მოვლენა არა. ჯანსაღი მოვლენა არის ცალკე რო ცხოვრობდა ჩვენ და როგორ იქნება. ჯანსაღი მოვლენა არ არის ეს, იმიტომ რომ აი მაგალითად მე როცა ჯანსაღი მოვლენა როგორ იქნებოდა, აი მე-18 საუკუნე რო არ წავიდეთ შორს, მე-18 საუკუნეში ესე იგი აქეთ ნახევარი ქვეყანა ოსმალეთს უკავია, ნახევარი ქვეყანა ირანს უკავია, რუსეთი იქიდან აწובה და ლეკები დაისა დაღესტანი ჯიჯგირიან და მე მაგას არ ვამბობ, მაგრამ მე ვამბობ თვითონ ქართული პატრიოტიზმი და ქართული კონსერვატიზმიც, ხო, ჩვენ ქონია მაგაზე რაღაც წერდით კიდევაც ჩვენ და მახსოვს თქვენი მშვენიერი კალმასობა რო იყო. კი ბატონო. გამოცემა და ქართული კონსერვატიზმი ჩამოყალიბდა რუსული შოვინიზმის საწინააღმდეგოდ. ისე როგორც დაუშვათ ქართული პოლიტიკური ელიტის პრორუსული განწყობა ირანის აი ამ ველური დამოკიდებულებით ჩამოყალიბდა საქართველოს მიმართ, არა? მე იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი შიდა კონსენსუსი უნდა გამომუშავდეს მსჯელობაზე. კი ბატონო, როდესაც ხო მსჯელობაზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკური იქნება ეს თუ ევროპული სრული ინტეგრაციის მომხრე მე მეკამათება, მე უნდა ვიცოდე, რომ ის სამსახურებრივ მოვალეობას კი არ ასრულებს. ან მე რო იმას ვეკამათები, იმანის კი იცოდეს, რომ მე დაუშვათ იქ ლავროვი კი არ მალაპარაკებს აქ, არა, არამედ ვლაპარაკობთ არგუმენტებით. ეს არის რომ რა ჯობია ამ ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზეა ლაპარაკი. აი აბას წყალი არ გაუვა, ეს არის სწორედ რაც დავიწყებთ, რომ რა ჩვენ გვაკლია, იმიტომ რომ ყველანაირი ვარიანტები და მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს განცდა, რომ ერთი გუნდი ვარ ჩვენ და აქეთ ეს როცა ვლაპარაკობთ, რომ ეს ფიგურა გავწიოთ და ან ეს ფიგურა შევწიროთ ან რაღაცა ვქნათ, რომ ეს საერთო მიზანი გვაქვს. შენ თუ ყველა იმაზე რამდენ პაიკს გადადგავ, იმდენი ეჭვი გაქვს, რომ მე შეიძლება მოღალატე დამიძახონ ამის გამო, ან და მე პროგრესული გამოჩნდები თუ ვიტყვი, რომ ნატო, ან და პირიქით მე გამოჩნდები ესე იქნება, ეგ არის გენიალური ზღაპარია საქართველოში სხვათა შორის ერთი ამ ბოლო დროს ქართულ ზღაპარებსაც კი აღარ ვწუნობთ, ახლა უბრალოდ აღარ ვწყალობთ. ხო და არის ბუჭანახევარა ახლა სიმძლევრია სწორს ამბობდა ყველგან ოღონდ არასწორ ადგილას ხო და დადიოდა და გალახული და შეუნა სწორი თქვა სწორ ადგილას ახლა ნატოში რო შევდივარ ჩვენ და ამისი დინადაც კინო გავჯით ახლა რო წერდით ახლა ჩვენ რო წერდით რაღაც სრულს გამოვხატავდით შეიძლება თლაც ჩვენზეც არ იყო დამოკიდებული რაღაცა არ მინდა ვთქვა რომ კოჩს ვაგორებდით მაგრამ რაღაც ეგეთი სიტუაცია იყო რეალობას უწევდით მხარს ხო სწორია ეგეთი სიტუაცია აქ რო გერმანელები რო იყვნენ შემოსულები 18 წელს ნუ ამბობდით რომ გერმანია არის ჩვენი სტრატეგიული არა იქ მაშინ მართლა იყო რაღაც რეალური იმიტომ რომ იქ მათ რაღაც რეალური გაზრახვები ჰქონდათ ვის გერმანელი თუმცა ორივე საოკუპაციო ჯარი ერქვა გერმანელებსაც და ინგლისელებს მაგრამ ნუ თავის ინტერესზე მე ის რას ვამბობ ჩვენ გვაქვს ჩვენ უნდა აი საქართველოში მე ბოლოს მეჩვენება შეიძლება აი სულ თითქოს 2 წელს გაცდა მაქვს რომ რაღაცა უკვე გავიარეთ 30 წელია თუ რაღაცა ხო დამოუკიდებლობა რაღაც ფანამდე და ხვდებით რომ ჩვენ უკვე დამოუკიდებლობა ის კი არ არის რომ ახლა ტაში და ფერხულ შემოღული ეს არის როცა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები რომ ტერი კი არ არის ყველა ვიღაცა დვარა და ვიღაცა მოყვარა ეს არის ცხოვრება რომელიც ესე მიდის როგორც ბუნების
ბუნებაც ამას გვიჩვენებს და ჩვენი თავის პატრონები ჩვენა ვართ. ჩვენ ერთადერთი რა შეგვიძლია რომ ერთმანეთს დავერიოთ რაღაც საკითხების გამო და ამით უფრო დავსუსტეთ, მაშინ ჩვენი ფასი იქნება დაბალი და ჩვენ გარეშე გადაწყდება ნეიტრალიტეტი იქნება თუ არა ნეიტრალიტეტი. აქ ხონანაც ხო რაღაც ფასი უნდა მივიღოთ ჩვენ ქვეყანამ, მაგრამ მივიღებთ გაცილებით უფრო დაბალს, იმიტომ რომ იტყვიან აი თქვენ ერთმანეთს ან საერთოდ უფასოდ მივიღებთ და ჩვენ თუ ერთიანად ვიქნებით და აი რაშიც მგონია მე რომ ჩვენმა მეგობარმა და ძვირფასმა ბალტიისპირელებმა გვაჯობეს საქართველოში შეიძლება გამოცდილები შეიძლება იმ 20 წელიწად მაქნა რომ დამოუკიდებლობა შეიძლება დაეხმარეთ მაგრამ უფრო პრაგმატულ მიდგომებში არის ესეთი კი ბატონო მესმის რომ გარედან დაფინანსებულია და რაღაც მაგრამ ესეთი თავგანწირული შიდა მტრობა რა ჩვენთან არის აი ნებისმიერ სიტყვაზე და ეგრევე იწყება და ეს ის კი არ არის ვინმე შეშინია აი რუსო რო იწყება ეგეთი რუსო რას ნიშნავს გამოთქვა ის კი არ არის რომ არც მაგიტეკლავენ ახლა ტოლსტოი და დოსტოევსკის თავს მაგას კი არ გეუბნებიან მაგას კითხულობ ღამე ჩუმათო რომ გადაიფა არა გეუბნებიან რომ შენ უნდა მოკვდე მაპატია დავწერო შენ ზედმეტი ხარ ამას გეუბნება ეს არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი სამეურო საბჭოს ხდობაზე გეუბნება თუ ვიღაცა ამის გაუცვლელად ეს არის აი როგორ მართლომეს ღამე უნდა ენატრება და ვერ გიწყობს თუმცა იმიტომ კი არა ცუდი იმიტომ რომ დაბნელდა ესე ჩვენთან აი ჩამობნელებული ამ თვალს აი ეს უნდა გავხსნათ ჩვენთან უნდა ვიცოდო ერთი ვართ ამ გემს რომ ჩაძირავ ყველასთვის ჩაიძირება მარტო შენთვის და ჩემთვის ხარ ჩაიძირება ეს გები აი ეგრე ისე როგორც პროდასალური ორიენტაციის და კურსის მომხრეს არ უნდა უძახოთ ყველას რომ ის არის პინდოსი და ასე შემდეგ რაღაცებია რა გასაკვირველია ეს არ უნდა დავიჯეროთ მე რატო გითხარ და დიდი პატივისცემით ვარ არ უნდა დავიჯეროთ კი სად დამკვირდეს რომ ახლა როგორია თუ ახლა რუსი მოვა ახლა ბედნიერებით ანდა ჩინეთი მოვა ანდა მონღოლეთი ჩვენთან აქ ჩვენ გარშემო იცი რომ ყველა მოსულა თავის დროს ყველა მოდის თავის ყველა ნამყოფია კიდევ ერთი ესეთი არგუმენტი იმ პროაქტიულობის სასარგებლოდ ასე ვთქვათ არის ის რომ სტატუსი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ანუ სტატუსი მნიშვნელოვანია მაგრამ ეს არ არის პირველი რიგის ამოცანა ჩვენ აქ რამდენჯერმე ვახსენეთ შვეიცარია რომელსაც სტატუსის მიუხედავად ნეიტრალური პოზიცია არ დაუკავებია ამ ომში ხო თუმცა მაინც ქვია ნეიტრალური აბა უთხარი არ ახარ კი ქვია მაგრამ ნუ ნეიტრალური პოზიციის ვიცით რომ მეტიც ანუ ავსტრია ვახსენეთ რამდენჯერმე მაგრამ სამხედრო ნეიტრალიტეტი კი შეინარჩუნა რაღაცა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ შეუნარჩუნებია ყველა იმ სანქციას დაეთანხმა რაც რუსეთის ევროკავშირის წევრია და რა ქვია ხო და ასე შემდეგ ეხლა რაც შეეხება ჩვენ ანუ პროაქტიულობის ელემენტი რაში მდგომარეობს რომ ჩვენ სტატუსის მიუხედავად რეალურად ნეიტრალიტეტი გავატარეთ ამ პერიოდის განმავლობაში 2022 წლიდან ვიდრე დღემდე მინიმუმ მიუმხრობლობა გავატარეთ ახლა შეიძლება თქვათ რომ ნეიტრალიტეტიც კი ნეიტრალიტეტი პოლიტიკური ხო ანუ რაღაც მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები რომელიც ართლად ნეიტრალურ სახელმწიფოს არ პრაგმატული ნეიტრალიტეტი დავარქვა პრაგმატული რაღაცები აი მაგალითად რო ავიღოთ იყვნენ სახელმწიფოები ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთიდან რომლებიც თავს იკავებდნენ გაეროში გარკვეული სამეების რა ქვია რეზოლუციების მიღებისას ჩვენ არ ვიკავებთ თავიდან მაინც ესე ჩვენ არ ვიკავებთ ანუ პოლიტიკურად გარკვეული მაგრამ სამხედრო მეგობრობაში არც რო დავარქვა არც წვადი ვცადეთ დაგვეწოდა არ ჩამწვა სამხედრო მიუმხრობლობის თვალსაზრისით აბსოლუტურად ესე მოვიქეცი და თან საკმაოდ პროაქტიულად და თან საკმაოდ ზეწოლის შედეგად ანუ ისი არ იყო რომ რაც გინდათ ისქენით კაცო არა ითხოვდნენ ჩვენგან მოქმედებას მაგრამ ჩვენ არ მოქმედებდით ეს იყო ერთი ძალიან ისეთი კარგი მაგალითი ამ დავამატებ ერთ რაღაცას ჩვენ შევხედოთ იმასაც რომ აი ამ ომის დაწყების შემდეგ 22 წელს როდესაც ნატოს შეუერთდა შვედეთი და ფინეთი აი შევხედოთ მათმა უსაფრთხოებამ უსაფრთხოების კოეფიციენტმა მოიკლო თუ უფრო მოიმატა მე ვფიქრობ რომ ფინეთთან განსაკუთრებით არა იმიტომ რომ შეიქმნა ლენინგრადის სამხედრო ოლქი იგივე სამხედრო დატვირთვით როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხვდებით ანუ ის თითქმის გაუქმებული იყო იმიტომ რომ ფინეთი იყო რაღაც ნეიტრალურ პოზიციებზე გარკვეულწილად და ის იმდენი სამხედრო ის არ ქონდათ როგორც დაუშვათ აი თურქეთის განაპირად მდებარე საქართველოში ამდენი ბაზა ქონდა საბჭოთა კავშირს იქ მაგდენი არ იყო ეხლა ისევ დააბრუნეს ეს ყველაფერი რატო არის საქართველოს თემა ეგ ახლა მნიშვნელოვანია სხვა შეიძლება 1-2 დღეს ვკითხულობდი არგუმენტს ნუ ამბობდა რომ კი მაგრამ ეს რაღაცის რო ამბობენ რომ ვინაძალებდა საქართველოს არავისთვის არ დაუძალებიათო და რაღაც მაინც და მაინც საქართველოს დააძალეს ომის გარშემო და ეხლა ნახე ეს არის სწორედ ის, რაზეც არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ
იმიტომ რომ მოიტანა, იმიტომ კი არა საქართველოს ძულდა და ვინმეს ჰქონდა ან ურსულას ან ვიღაც საქართველოს ტრობა ჰქონდა გინდა თორე შენ შეერთო. რუსეთის გარშემო ერთადერთი ადგილია საქართველოს, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ისე შეიძლებოდა კონფლიქტის დაწყება, რომ ნატოს არა ეღო ამაზე პასუხისგებლობა. და ისე შეიძლებოდა, რომ რუსეთს ამისთვის ეპასუხა და ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რომ ეს არ ყოფილიყო ნატოს. და როცა რუსეთი ამბობდა, რომ ბირთვული იმის გამოყენებაზე და გამაფრთხილებელ სიტუაციაზე, ამ ადგილას შეგვიძლია რუსეთის გარშემო ყველა არიან პირობითად რუსეთთან ძალიან ლოიალურად და კეთილგანწყობილად, რომ გამორიცხულია მოკლედ ერთადერთი აი ეს რჩებოდა და აქ იყო განსაკუთრებული ანუ ესე ვთქვათ რომ რამე ტრობის გამო კი არ იყო აქედან ეხლა რაც ეხება ფინეთის ფინეთის თემა თუ ესეთი ამბავი იყო რომ უნდა გახსნილიყო რასაკვირველია ფინეთს გამოცდილებაც ხო და მაგარი მეომრებიც არიან და სწორედ ნატოში კი არ და შესულიყო მაშინ ფინეთის ეგეთ ადგილად რჩებოდა როგორც საქართველოს ფინეთის სასწრაფოდ ნატოში დაცვისთვის გამო კი არ შევიდა გამოეთიშა ამ სიტუაციას დამთავრდა იცის რომ თუ ნატოს სიტუაცია ხარ აღარ ეკარება რუსეთი და დახე თუ ეს უნდა რომ საქართველოს არ ყოფილიყო ფინეთივით საქართველოს დაჩქარებული წესი თუნა მიეღოთ და დამთავრებული თუ ეს იყო რომ რუსეთი არ უნდა შემოჭრილიყო მაგრამ სწორედ ეს იყო რომ აქედან უნდა გასწრილიყო მეორე ფრონტის ახლა არ დავიჩებოდა მეორე ფრონტის ერთადერთი ადგილი პრობლემური ადგილი რა ეს ფრონტის ის აქ ოპერატიულად არ ფრონტს ვერ წაწარმოებს რუსეთის გარშემო მეტი ეგეთი ადგილი არსად არ არის თუ დაუვლით ახლა რუკას პრობლემური ადგილი გაჩნდება ეს არის ერთადერთი ამიტომ ეს იყო ამისთვის ეს ესე ვთქვათ შედარჩოებული ეს უნდა ვთქვათ აი ეს ეგრე კი ბატონო აბსოლუტურად სწორი ანალიზია და მე კითხვის და ესეთი კითხვა შემოვიტან ანუ კიდე უფრო პროვოკაციული გავხადოთ ახლა ეს თემა ანუ მაგალითად რო ავიღოთ ერთმანეთი რო არ უნდა დავჭამოჩებთ ახლა ხო გავიხსენოთ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება რომელშიც ერთი ძალიან საინტერესო რამე არის ჩადებული რომ ეს ორი სახელმწიფო თანხმდება რომ არ გააფორმებს და არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებებში ან და დოკუმენტ ხელშეკრულებასაც კი არ გააფორმებს მესამე მხარესთან მისი აი ამ დოკუმენტით განსაზღვრული პარტნიორის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ანუ პრინციპში გარკვეული თვალსაზრისით მეცაც ამ კონფედერაციული ქვეყანაა რა ფაქტობრივად. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა ძალიან საინტერესო იყო ამის ანალიზი, თქვენ რომ გამომიგზავნეთ ის რა ქვია პასკალის ვიდეო, რომ ერთ-ერთი იდეა ამ დოკუმენტისა ჩინეთიც კია. ანუ მესამე ქვეყნად მოიაზრება ჩინეთი, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთისთვის. რომ თქვათ რაღაცა მოხდა, თქვათ რუსეთსა და ჩინეთს შორის რაღაც მოხდა, ჩრდილოეთ კორეა არ დაიჭერს მხარეს ამ პრობლემის დროს. ჩინეთის მხარეს არ დადგება ჩრდილოეთ კორეა. კი ბატონო. ნუ პრინციპში არც რუსეთის მხარეს დადგება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჩინეთია იმდენად დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩინეთის მხარეს არ დადგეს ამ რაღაცა პრობლემის მომენტში. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ პროაქტიულები ისეთ საკითხებში, როგორც არის, რომ ჩვენს მეზობლებს შევთავაზოთ მიუმხრობლობის ხელშეკრულება. რომ თქვენ თუ ვინმესთან ომს აწარმოებთ, ჩვენ არ ვიქნებით იმის მხარეს. რუსეთს, თურქეთს, ირანს. არა, რუსეთს, თურქეთს, ირანს გულისხმობ ამ შემთხვევაში. პატარა თუ დიდ სამეულს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ თქვენ თუ ვინმესთან ომს დაიწყებთ, ჩვენ აპრიორი არ ვიქნებით იმის ანუ არ ჩავერევით ამ კონფლიქტში, არ მივაწვდით ჩვენს ტერიტორიას, როგორც თქვათ პლაცდარმს თქვენ თქვენ ერთმანეთის წინააღმდეგ თუ გეკნებათ მაშინაც ესე ვიქნებით. ამაზე გეკითხე რა იგივე. ორივეს გეკითხებით, კი ბატონო. რამდენად შეიძლება ჩვენ ეს პროაქტიულად ამაზე დავიწყოთ ლაპარაკი? ამაზე ლაპარაკს როგორ დავიწყებთ ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს არანაირი დიალოგი, არანაირი კონტაქტი არ გვაქვს გარდა თეორიულად ამბობს, ნუ. პირველ რიგში, ნახეთ, ამის დაყენებაც კი დღევანდელ დღეს ითვლება სახელმწიფო ინტერესების ღალატად. ამიტომ პირველ რიგში აქტუალიზება არის, იმიტომ რომ კონსტიტუციაში 78 მუხლი გვიწერია. მაგალითად მაგიტო. არა, იცით რა არის? არა, ეგრე ინტერპრეტაცია ამ 78 მუხლის ეგრე არ შეიძლება, იმიტომ რომ 78 მუხლი ატარებს უფრო არა სავალდებულო იმას ხას იქ წერია რომ ხელი შეუწყოს შეძლების და გვარად ფარგლებში იქ რაიმე ესეთი შემზღუდავი ამ მუხლს და რაღაცა ღალატის სტოლპასი არ უწერია მაგალითად რა თუ მივალთ ინტერპრეტაციის თვალსაზრისიდან გამომდინარე თუ მივალთ ამ დონეზე ჩვენ რომ რაღაც რა თქმა უნდა თუ კი საქართველოს იქნება ოდესმე დაუშვათ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების ისა რა ქვია ობიექტი
ობიექტი არ უნდა ვიყოთ, სუბიექტი უნდა ვიყოთ ამ შეთანხმებაში. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ეს უნდა გქონდეს განსაზღვრული. ნახეთ, ჩვენ მოქმედებას დასავლეთი რაზე დაფუძნებით ითხოვდა. ჩვენგან მოქმედებას რაზე დაფუძნებით ითხოვდა. ჩვენგან თავის საჭიროებისადმი. რაიმე ვალდებულება არ ქონია. თავის საჭიროებისადმი, რა თქმა უნდა, მაგრამ რას ეფუძნებოდა ეს ჩვენს მიმართ ამ მოთხოვებში? ეს ეფუძნებოდა ჩვენს ასპირაციას. ჩვენს ასპირაციას განსაზღვრულს კონსტიტუციურად, მათ შორის, თუ შენ ჩვენთან გვინდა იმოქმედე ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება. როგორც ჩვენ გვჭირდება. შესაბამისად, ანუ ის რომ შენ ვიღაცას საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებ, მაგალითად რუსეთის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებ, ეს ჩემს ინტერესში არ შედის და შესაბამისად შენ თუ ასპირაცია გაქვს, ესე იგი უნდა იმოქმედე. ხო, ამ წაგართმევ დაგჯი ასე შემდეგ მოგთხოვ და ასე შემდეგ, ხო, ანუ და რაზე დაფუძნებით? იმიტომ რომ ასპირაცია გაქვს. რო არ კონდეს ეს ასპირაცია, როგორც მაგალითად აზერბაიჯანის შემთხვევაში, ვერც ვერაფერს ვერ მოგთხოვ და ვერც მოსთხოვეს, ხო, და ვერც ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვერ მოსთხოვეს ვერაფერი. მე მგონი რომ ჩვენ ამიტომ აი ეს თემა რომ მე მიუმხრობლობის ხელშეკრულება შენთან დავდებ, ასპირაციის პირობებში იქნება პრობლემური. ისინი გეტყვიან რას ქვია შენ ამას აკეთებ. ჩვენთვის რა უფრო პრიორიტეტულია გიორგი, ის ასპირაციის რაღაცა ხო და იმიტომ ვთქვი რომ სახელმწიფო ინტერესებთან მოდის თქო წინააღმდეგობაში განსაზღვრულში. მოიშვიდე? მე მგონია ჩემს ვამბობ. მხოლოდ ჩემს ვამბობ. მე მგონი აქაც კი ჩვენთან მაინც დამკვიდრდა ისევ გეუბნები ჩემს რომ ჩვენ აი კი ვამბობთ ეს რეალ პოლიტიკა, მაგრამ რეალ პოლიტიკას მაინც როგორც ვიდე გვერდზე გადავდებთ ხოლმე და მაინც გადავდივართ იმაზე რომ რას ამობს თუ იციო ეს იაპონია ჩვენს ამას უყვარვართ ჩვენი ეს დედამიწა მე ისევ გონია ჩემს ვამბობ, მაგრამ მე კი არ გამეღვიძა დღესდილით ესე რაც ამეკითხია ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ და ეს დოკუმენტებს მე მგონი ჩვენ ვანიჭებთ იმაზე მეტ მნიშვნელობას ისე ყველა დოკუმენტი არსებობს იმიტომ რომ დაირღვეს მეორე დღიდან დაწყებული და მაგ შორის ახლა ეს მაგარი დოკუმენტები და ამბები დაწყებულა და კორეასთან კი არაო ერთმანეთი უფორმებიათ და მეორე დღეს თავპირი დაულეცეს. აი სულ ახლა ინგლისმა ასლენ ხელშეკრულება გააფორმა და ეხლა ეუბნება დათმეთ ტერიტორიები. აგერ არის დანია. ეს ახლა ჩვენ როგორი გაოცებულები ვართ და დედამიწა ესეა, ესე თუხთუხებს ახლა ესე ყოფილა და ესე იქნება. ეს არ ცუდია და არც კარგია, ეს რეალობა არის და ახლა დედა როგორ ახლა ჩვენ რო გავიკვირდა და დედა მგელმა შველი შეჭამა და მგელი შველი შეჭამს, აბა რას იზამდა შველი ბალახ შეჭამს და ესეა და მთელი ამბებია. ეხლა ჩვენ ამერიკაში რო გამოვდივართ, თუ ჩვენ გამოვდივართ აი ამ ბალანსით. ეხლა ჩვენ მაგალითად ესეთივე განცდა, აი შენ ვიცი რომ ეს არ გიქნება, რომ ჩვენ ახლა რაღაც ისეთი მოხდება და მე ამითი დამთავრდება ფუკუიამის ისტორია და სამუდამოდ დაალაგდება. კაც არ იცის რა იქნება 4 წელიწადში. ეს არავინ არ იცის და ტყუილია, ეს არც ფუკუიამამ არ იცის, არც იმან არც აქ არავინ არ იცის. იმიტომ რომ ესეა ჩადებული ამ დედამიწაში. ჩადებული, იმიტომ რომ ეს ერთი არის რაც არ შეიცვლება, რომ ინტერესები იქნება მარადიული. მარადიულად იქნება ქვეყნები იმოქმედებენ და ეს დოკუმენტი რა წერია. ეხლა ამის მაგალითები რომ მოგიყვანო რა გაკადროთ ახლა. ირანი აგე მეორე მსოფლიოები დაიწყო და ირანის შახმას უარი რო დაჭერდათ ის ტერიტორია რო დაჭერდა ისე შევიდა. ვინ კი ახლა რაღაცა ისეთი არ მოხდეს და ვინ კითხავს ისევ გეუბნებით ერთადერთი რაც აი რუსეთიც ჩალიჩობს ახლა რო იტყვია დამოუკიდებლობას. ერთადერთი ამერიკა არის და ავიამზიდებით და ჩინა რომელიც აი ჩინეთის ბოლომდე ვერ არის ნახე. არა აი ტაივანის თემაზე ბოლომდე კი არის მისი, მაგრამ ბოლომდე მისი არ არის. ეგრე არ არის რასაც მინდა იმას ვიზამდა ესე ვიქნები ჩემ გემოზე. ეგრე არ არის. ამერიკაც არ არის ამ ყველას აქვს თავისი. მე ხო არ მითქვია ბოლომდე არის თქო ერთადერთი ვინც ყველაზე მეტად ესე ვთქვათ ამბობს ყოველ შემთხვევაში ადამიანი ხა სხვისგან სასაცილო იქნებოდა და სოფლიოს უნდა ვიყო პრეზიდენტი ამბობს ეს გადავდოთ ახლა იქითევ სიტყვის მოგება კი ჩვენ გამოვიდეთ უნდა იმ რეალობიდან რომელიც აქ არის და განჭრეტად მომავალში როგორ შეიძლება რომ იყოს მე ისევ რატომ მე რომ ვამბობ ის კი არა ვარ გასო შვიდობის ტრედი კი არა ვარ ჩვენთან ელემენტარულად რაც ხდება თუნდაც რაც ხდება ეს არის დიდწილად ნახე მიუხედავად იმისა რომ ვიცი რა მნიშვნელოვანი როლს ასრულებს გარედან დაფინანსება მე ამას
ჩემთვის უკანა პლანზე ვაყენებ, იმიტომ რომ ამას თუ დახვედრო და განათლება და მსჯელობა გახსნილი, ამ ფულს ბევრი რამე განაიტრალებდა და მარტო ისინი დარჩებოდნენ ის აგენტები, კარგი გაგებით, რომელიც ამ თანხას იღებენ, რომელიც ამბობია, იმიტომ რომ სინამდვილეში აი ეს ამბები რაც მიდით, შიგნით ეს დუღირი და აი ეს დაპირისპირება და რომელიც ოჯახებზე გაიარა, აგერ არის ხუღურებს, ხო, ოჯახები, შობელი დაგმე და ეს მიდის, ეს ყველაფერი რაზე დგას? დგას იმაზე, რომ სინამდვილეში არის რეალობის გაუცნობიერება, რომ ადამიანს გონიათ, მე თუ ვიტყვი ნატოს იქნება ნატო, მე თუ ვიტყვი ნეიტრალიტეტს იქნება ნეიტრალი. აი მე თუ ვიტყვი რაღაცას იქნება ესე, მე თუ მაგალითად მე პირდა აი მოდი, მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, ამიტომ უსმენხო, მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, ჩვენ შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილებს, იქნება ხელფასი 1000 ევრო, თქვენ არ რასაც ვისმენთ, აბა ეგეთი სიტუაცია. აი ადამიანს უსმენ მაგალითად გუშინ გვაინტერესებს. უსმენ, აი ჩვენ არხზე უსმენდი რა, მივაგდოყური, ერთი არის რომ კი მივაქციე რომ პოლიტიკოსები ძალიან სწრაფად რო ლაპარაკობს, ესე იგი იტყუება რაღაცა და არ უნდა რომ ჩაერთო და ეკითხებია რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიღებთ თუ არა მონაწილეობას, სამი თვეა დარჩენილი და ამას იცი რა, ჩვენ ახლა ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ. ნახე რა საინტერესო სიტუაცია. შენ რო არ საუბრობ ამ საკითხზე, მას გონია რომ თვითონ რაზეც საუბრობს, ეს არ მნიშვნელოვანია და კაცო, მე მაინტერესებს შენ აი იმისი არ იყოს, ძველ მოდელებში რო იყო. შენ კაცო, მიიღებ მონაწილეობას თუ არ მიიღებ მონაწილეობას? ხო მომდი, არა მე ამას არ გავიხილავ, იმიტომ რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა არის, აი ეს არის სეტყვა არის, რაღაცა აი ნახე ეს ეთლაპარაკ. ეს ჩვენ გონია რომ ასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის სოფლიოში ძალიან რთული პროცესია. ეხლა ამის ნიშნის მოგება 2008-ში. აი ეხლა არის ესა, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, ან ერთად ვიქნებით, ან არ ვიქნებით. როცა მიდიოდა ხოლმე არ შუა საუკუნეებში, მიდიოდა ვიღაცა იყო შახის მხარეზე, ვიღაცა აგენტიც იყო, მაგრამ რო შემოდიოდა მე ეიჯარი, მე კი აღარ აცხობდება ეს ბიზინა, ვასიკოა, იმის მომხრე, ხაბის მომხრე. ერთიან ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვსადოთ, აი რაც დავხვდებით, რომ ფასი დავიდოთ, ფასი რო დავიდოთ, ეს სამი ქვეყანა რატო სამი ქვეყანა განსაკუთრებული კი არა, ერთ ბედში ვართ. დაახლოებით ერთი ზომის ვართ, ერთი შესაძლებლობები გვაქვს, ერთი საერთო ტრადიცია გვაქვს, ერთი საერთო ინტერესები გვაქვს და ჩვენ დაპყრობა, ესე იგი, იქით ექსპანსია არ გვინდა ამ სამ საცეთს. კიდევ ერთი რამეც დავამატოთ, რომ ჩვენს გარშემო დიდი ქვეყნები ვინც არიან და რომლებიც როგორც უკვე ვთქვით, ყველა ყოფილა აქ. და კიდე აპირებენ. ეს ქვეყნები არიან ერთმანეთის თანასწორი სამხედრო სიძლიერით, ფინანსურად და ეკონომიკურად ცოტა განსხვავებით არიან, მაგრამ დაახლოებით სამხედრო თვალსაზრისით არიან თანასწორნი ახლა რა. და აქედან გამომდინარე ჩვენ მეტი შანსი გვაქვს რომ ჩვენ თავს მეტი ფასი დავადოთ და შევინარჩუნოთ ჩვენ მეზობლებთან და ჩვენ პარტნიორებთან ერთად დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი ვიდრე დღეს გვაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც დაუშვათ იგივე მე-18 საუკუნეში დავრდომილი და შინაომები დასუსტებულ ირანს რუსეთმა გამოსტაცა სამხრეთ კავკასიაში ერთიანად რა და თურქეთთან რუსეთ-თურქ ბოდიში გაგაცვეთილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს სამხრეთ კავკასია მთლიანად წაიღო რუსეთმა, იმიტომ რომ ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი მაშინ აღემატებოდა ორივეს ერთად აღებულს. ეხლა ეს ბალანსი ესე აღარა. ეხლა უფრო ბალანსირებული სიტუაცია და ამ სიტუაციაში ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს. წეღა რაც ვიკითხე, იმას განიხილავთ, რომ არის შესაძლებელი. კი. განვიხილავ, რომ არის შესაძლებელი. ვერ მიხვდები. ან ბაი მიუმხრობლობის შეთანხმებები. ჩვენ რომ დაუშვათ მიუმხრობლობის ოდესმე, ანუ ეს გადავდივართ ისევ იმაში, რა ქვია, მომავალში. წარმოსახვით მომავალში. რატო არის საინტერესო ეს? ჩვენ რომ დავდოთ ხელშეკრულება ჩვენს მეზობელ დიდ სახელმწიფოებთან, რომ ისინი თუ ერთმანეთთან ექნებათ კონფლიქტი, რომ ჩვენ არჩევერებით არცერთ შეიძლება პატიცებულობთ. იმ ლოგიკით, ამჯერად მგონია სარგეთო, იმ ლოგიკით, რაც ისტორიას აქვს, ის კანონზომიერება, ну, რა შეგვიძლია, რასაც ჩვენ ვსწავლობდით, ხო, ევროპის ისტორია, კი ბატონო, რაღაც სამხრეთ ამერიკის ისტორია. ამისთვის მინიმუმი, ამაზე რომ ლაპარაკი დავიწყოთ, ეს არის, ისე რომ წყალი არ გაუვა, მოიყვანო, ეს არის სამი ამერიკა-კავკასიის სახელმწიფოს ძალიან მტკიცე ერთობა. მხოლოდ ამ სამ სახელმწიფოს შეიძლება ერთად აი რაღაცა ასეთ პირობებზე ლაპარაკი. ცალკე არც ერთ ამ ქვეყანას ეს არ შეიძლება. ცალკე ეს იქნება. თეორიული შანსი გვაქვს ჩვენ და აზერბაიჯანს. და
აქ უნდა თუ არ შემოვიდა ეს სომხეთი, იმიტომ რომ თუ არადა აუცილებელია. თუ არადა ნახე სომხეთი აზერბაიჯანი, მაშინ თუ ცალ-ცალკე ვიქნებით, აზერბაიჯანი იქნება სხვა ვექტორში ჩაზდება განვითარების, თუ ეს ერთიანად არ იქნა და ეს არის ნუ შუა აზია, თურქეთი და რაღაც ესეთი. ხო თურანული სომხეთი იძულებული იქნება რაღაცა ცალ-ცალკე და მაშინ სამივე ფასი ეს იქნება ბევრად დაბალი ვიდრე ერთად. აი თუ ეს სამივე ერთად იქნება, თებს ვერ გადავაბრუნებთ, მაგრამ ბევრი სავაჭრო იქნება, მაგრამ ამისთვის რითი უნდა დაიწყოს ისე ლაპარაკი. მე ისევ გეუბნებით რაღაცა ის კი არა მაქვს, შეშინებული კი არა ვარ და ვიღაცას ხელი ჩაბორთმევაზე კი არ არის ლაპარაკი. მინიმუმ ქვეყანაში შიგნით უნდა ისეთ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება, რომ რაღაცაზე კი არა რომ მოდი კომპრომისი დაუშვათ, არა რომ 2x2 არის 4. 4 არის ყოველ შემთხვევაში აი ამ განზომილებაში, ამ სამყაროში ხა galaktikაში არ რაღაცებზე აი დღეს წვიმა მოდის და ამაზე არ შეიძლება, ამიტომ რომ მე მინდასა და შენ გინდა შორის კონფლიქტი, იმიტომ დავხოცოთ რომ შენ ესე გინდა და მე ესე მინდა. ყველას გვინდა რომ იყოს კარგი ქვეყანა. ფინალისკენ მივიდივართ და რატო არის ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ რომ როდესაც აი ეს ნატოს გაფართოების ეს ტალღები, რომელიც ნელ-ნელა მიედინებოდა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დასავლეთისა რუსეთთან ჭიდილის დროს, ანუ აი ამ დიპლომატიური იმების გაცვლის დროს, რა ქვია მაგას, საუბრების გაცვლის დროს იყო, რომ თქვენს წინააღმდეგ კი არ ვაფართოებთ ამას და აი ეს უსაფრთხოების სისტემების განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში თქვენს წინააღმდეგ კი არ მიდის რუსეთის წინააღმდეგ, ან უფრო მიდის თქვა თუ ირანის წინააღმდეგ, ირანის არაკეტო სისტემების წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ თითქოს ჩვენთვის, ანუ ესე რომ შევხედოთ საქმე, პრობლემა მხოლოდ რუსეთიდან მომდინარეობდეს და თქვა თუ საქართველოში რაღაცა უსაფრთხოების ესეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები დასავლური განთავსდება, თუნდაც ირანის წინააღმდეგ, ეს თითქოს პრობლემას არ წარმოადგენს. არ წარმოადგენდეს, იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერი უსაფრთხოების სისტემის განთავსება ნებისმიერ ტერიტორიაზე გულისხმობს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილის იმ ტერიტორიაზე აყვანა, ხო? ანუ ის ხდება სამიზნე. აი რაღაცა პატრიოტი სადღაც განთავსდა, ის უკვე სამიზნეა მოწინააღმდეგის. რუსეთისაც, ირანისაც და ისიც გინდა კიდე იმისიც. ანუ მთლიანობაში ეს მიუმხრობლობის საკითხი გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ რუსეთს უგზავნის ჩვენ რაღაცა ტიპის მესიჯს, რომ ჩვენგან თქვენს მიმართ არ იქნება დამიზნებული არანაირი იარაღი, არამედ ირანსაც უგზავნით ამ ასე ვთქვათ, ამ ტიპის და თურქეთსაც რომ თქვენ ზურგს უკან აქ არ მოხდება რაღაცა ისეთი ფორმირება, რაღაცა პოლიტიკური იმიტომ რომ როგორც კი შენ აქ რამეს განათავსებ, არა მხოლოდ რუსეთის სარაკეტო სისტემა იქნება შენზე დამიზნებული, მაგრამ ირანისაც პირველი ეგრევე არ იქნება ეს ესე ამას ჩვენთან დაელოდებიან რამეს. ამას ჩვენთან აი ის ძალიან ისენი რო არის ჩვენთან ახლა. აი ეს ხო პრაქტიკულში აბერაც ვილაპარაკეთ, მწვადის დარდაცვა, ეს რეალურად გავახორციელეთ. გაერეთფა სიტუაციამ რომ მოგცა საშუალება საქართველოს თქვა რომ მე კი არ გადავხვდები ცეცხლში კი არ შევარდები პირველი და იმას ვიზამ არამედ აი ჩემი ინტერესებით ვიმოქმედებ ჩემი ინტერესები რა ძალიან დასაფასებელია საერთოდ რომ ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩვენ ესეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგა ბიძინა შეიძლება ღმერთი ჯული და ღმერთის წინაშე შევამბ რომ ვიღაცას რაღაცა ეჩვენება თქვათაშორის მე ამას სულ ვამოყვება და სულ ეს არ არის წამოყვედრება რომ ადამიანები ომი მინდა და რომ უსმენ ხოლმე იმ ადამიანებს რომ არა ამას რომ ის ადამიანები ამობდნენ რომელიც მე გვინახავს გვინახავს და რომ ისა და ნუ ესეთი ადამიანები ხარ არ მინდა შევეხო მაგრამ ომი არა ის გინდა ისა კომპოსტოს ის რა ქვია კონტროლი და კომპოსტოსი არ იყოს მესევდიჯ და კომპოსტოსი მასე ომოს ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომ ჩვენ ეხლა ერთად არ ვისხდებოდით ახლა და ქვეყანაში ეს პრობლემები არ გვექნებოდა ეხლა იქნებოდა განადგურებული თუ ჩავთვლით ახლა რომ 12000 ჭურვის ესე იგი არის უყურებდი რომ დღეში ისვრიან თუ რუსეთი ისვრის 12000 ჭურვს და ნუ უკრაინა სამწუხაროდ და ეს ტრაგიკული ქვეყანა 4000-ით პასუხობდა ჯერ კიდე იქა ნუ ეს არ ქონდა სრულფასოვანი და ნუ ხა ჩვენ არ მინდა საქართველოსზე ხა წარმოვიდგინო გეგავიარეთ ერთხელ ხო ეს ამბავი თუცა ვის ახსოვს და ვის არ ახსოვს ეს ამბავია და აი ამ ინტერესით ხდება მოქმედება რასაკვირველია ჩვენგან ეს დასაფარული ეს იმპულსი მიდის ეს ხარ რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ცინემაში ვამწვევთ ერთმანეთს კი არ ეწინააღმდა ჩვენ უნდა ვიყოს და თუნდაც რატო ვიცი უკრაინაში რო ეს ამბავი რომ მოხდეს რაც დიდი შეიძლება არ მოხდეს აიღოს ევროპამ თავის თავზე და თქვას რომ არა უნდა გავაგზავნოთ ომი
შეიძლება თქვას და არავითარი ნეიტრალიტეტი. რა შეუძლია? არა, შეიძლება ისე ვამბობ, მაგრამ ლოგიკა იქით ამბობს, რომ შეკითხებით ხარ ოპტიმიზმი, მაგრამ ეს დასრულდება ეს ამბავი და ის ამას აწევენ ხელს, არ აწევენ, ეგეთები აუწევიათ, ახლა აწევინებენ თუ არ არის საჭირო და საწავლე აწევენ, აბა რას იზამენ და ეს დამთავრდება ეს ნატოს-agi. მეორე დღეს აი იმ დღის ბოლოს დამთავრდება ჩვენთანაც ეს პაკეტში იქნება აბსოლუტურად განხილული. იმიტომ რომ როდესაც არის საუბარი ჩვენზე არაბობენო ეს პაკეტში იხილება ახლა თუ ეტყვია რომ აქედან აღარ გიქმნი და ჩვენ აქ წინააღმდეგ ხარ ეტყვენ არა იქ აღარ გიქმნი ახლა აქედან ვიწყებთ ახლა იქ უნდა თობის დამთავრება და ახლა ჩვენ ვარ ვაწარმოებთ ცხადია ხო აქედან ეს არ უნდა იყოს ერთი ადამიანისთვის ნაციონალური ტრაგედიის საგანი ისევე როგორც შეიძლება არ მოიწვიოს ევროპა ყველანაირად ცდილობს რომ რამენაირად გაახანგრძლიოს ესოები გუშინ პისტორიუსმა განაცხადა რომ კიო უკრაინამ უნდა დათმოსო ტერიტორიებიო ფინეთის პრეზიდენტმაც თქვა მანამდე ეგ და მე პისტორიუსმა უნდა დათმოს ტერიტორიები მაგრამ ომი არ უნდა შეწყდეს ხო და მეორე რამენაირად გითხრა თუმცა შეცდათ უნდა იყო პირობითად ჩემ მეგობარი რომ არჩეულ უნდა იყოს სამუდამო კატასტროფა რომ არც ნეიტრალიტეტი არ გამოვიდეს იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩვენზე მაგრამ აქეთკენ მიყავს აქეთკენ მიდის ტენდენცია და დინება ისტორია დღეს მიდის კი ბატონო მე რა იქნება ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე ჩვენ ამაზე გვაქვს ლაპარაკი რომ მსჯელობა უნდა იყოს გახსნილი ტაბუ არ უნდა იყოს რაღაც თემებზე ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები კი ბატონო იმიტომ რომ ჩვენ თუ ლაპარაკობთ ნეიტრალიტეტზე ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ლავროვი მკარნახობს წინადადებებს და სრულიად ვესმის რადგან ვასრულებთ უბარს თქვენი ესეთი ბოლო ოპტიმისტური სიტყვა. ჩემი ოპტიმისტური სიტყვა ისაა, რომ ძალიან პოზიტიურად ვაფასებ, რომ ამ საკითხზე დავიწყეთ მსჯელობა. მე ვეცდები, რომ კიდე სხვა პლატფორმებზე სამ საკითხზე უფრო მეტად გაიშალოს მსჯელობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს გვერდი აუარა ამ ძალიან დიდ განსაცდელს, რომელიც შეიძლებოდა, რომ ჩვენ ქვეყანას დადგომოდა. და ყველა ადამიანმა ის სულ პატარა ისეთმა ადამიანმაც კი პატარა წვლილი რომელმაც შეიტანა იმაში რომ არ დაუჯერა ამ რაღაც ჩმახს რომ აქ ვიღაცა მოვიდოდა ჩვენ დასახმარებლად და არ აყვა ამ პროვოკაციებს რომელიც საქართველოში ფაქტიურად ძალიან დიდ საფრთხეს გვიქმნიდა ჩვენ ყველას უნდა უთხრა დიდი მადლობა განსაკუთრებით იმათ ვინც იყო შემოქმედი ამ მშვიდობის დაცვისა. კი ბატონო. კარგი, მადლობა მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში. მშვიდობიან დღეს გისურვებთ.